Number 17, Furuhata Sho. Number 18, Tamepusa Keijiro. Number 19, Harry Hawkins. Number 20, Yamamoto Shu. Number 21, Fukuda Kenta. Number 22, Gomura Shinya. Number 23, Ikeda Yuki. Tawarim Snelly, head coach, Eddie Jones. Kalbadonebo da badonebo. Akhlaki საქართველოს ეროვნული ნაკრები. ბორჯღავოსნები. ნომერი 1, number 1, გიორგი ახალაძე. ნომერი 2, number 2, ირაკლი კვათაძე. ნომერი 3, number 3, ირაკლი აფციაური. ნომერი 4, number 4, მიხეილ ბაბუნაშვილი. ნომერი 5, number 5, ლადო ჩაჩანიძე. ნომერი 6, number 6, თორნიკე ჯალაღონია. ნომერი 7, number 7, ბექა საღინაძე. ნომერი 8, გუნდის კაპიტანი, number 8, team captain, ბექა გორგაძე. ნომერი 9, number 9, ვასილ ლობჟანიძე. ნომერი 10, number 10, თედო აბჟანდაძე. ნომერი 11, number 11, დემურ თაფლაძე. ნომერი 12, number 12. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან, სადაც საქართველო მეოთხედ უმასპინძლებს იაპონიას. ამ ორ გუნდს შორის არასდროს არ ყოფილა მსუბუქი და მარტივი შეხვედრა და დღეს კი დამატებითი мотиваცია აქვს ორივე გუნდს, რომ კიდევ უფრო სანახაობრივი დაძაბული შეხვედრა ვიხილოთ. ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რომელ კალათაში განწესდება იაპონია ან საქართველო. ჩვენ ველოდებით ცხადია მოგებას და იმას, რომ მეორე კალათაში დავრჩეთ. ასევე ეს იქნება მატჩი, ბოლო მატჩი, როდესაც 2030 წლამდე საქართველო ტიერ 1-ის გუნდს უპირისპირდება, ასე რომ ბევრი რამ აქვს საქართველოს დასამტკიცებელი. ცხადია იაპონიასაც, თუმცა დღეს ნაკლებად შევეხებით იაპონურ მხარეს, ცხადია აქცენტი გვექნება საქართველოზე. საბე ჟორჟიკაშვილი და იოსებ ჯაფარიძე გავუძღვებით დღევანდელ შეხვედრას თქვენთვის. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, სულ ცოტა დრო რჩება იმ გადამწყვეტ, იმ უმნიშვნელოვანესი თამაშის დასრულებამდე. აგერ მერაბ შარიქაძეს არის თქვენს ეკრანებზე. და პირველად ტრიბუნაზე ამდენი ხნის შემდეგ საყვარელი ადამიანი ქართული რაგბის კომაგის და არა მხოლოდ. მივესალმოთ კაპიტანს აქედან რაგბი TV-ს სტუდიიდან. მოკლედ ძალიან ცოტა დრო რჩება უმნიშვნელოვანესი თამაშის დაწყებამდე. ამან უნდა გადაწყვიტოს, როგორც საბამ აღნიშნა, პირველი 12 ეულის მნიშვნელობა. სოფლიო რეიტინგზე მაქვს საუბარი, რაც ძალიან დიდ მნიშვნელობას იქონიებს, თუ ვინ რომელ კალათაში განთავსდება სოფლიო ჩემპიონატზე. მოდი მარტივად და გასაგებენაზე რომ ვთქვა, საბა, თუ ჩვენ მოვახერხეთ დღეს ან გამარჯვება ან პრეს თამაში, მაშინ ჩვენ დავრჩებით იაპონიაზე წინ და ვიქნებით მე-12-ზე, რაც საშუალებას მოგცემს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ ერთით ნაკლები გრანდი ყავდეს ჯგუფში, რაც რა თქმა უნდა უფრო გაამარტივებს ჩვენს ესე ვთქვათ საპლეი-ოფ მიზნებს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2027 წელს ავსტრალიაში გაიმართება. მოკლედ ველოდებით გუნდებს და დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი თამაში. ამ დონის მატჩი ზუსტად 2016 წელსაც სწორედ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა, მაშინაც შემოდგომის ტესტების რანგში. ის შეხვედრა წყვეტდა ათეულის ბინადარს. პირველად ჰქონდა შანსი საქართველოს, რომ ათეულში შეეღწია და ათეულის მკვიდრი გამხდარიყო. მაშინ დაუთმეთ ის მატჩი და დაუთმეთ საკმაოდ ასე ვთქვათ ძალიან არასასიამოვნო გზით, იმიტომ რომ ვიგებდით დიდი ხნის მანძილზე და ბოლოს გაგვეპარა და ტემპი ვეღარ ავუწყეთ იაპონიას. მაშინაც ედი ჯონსი წვრთნიდა, არა ინგლისში იყო მაშინ ედი ჯონსი უკვე, თუმცა ედი ჯონსთანაც არ არის პირველი კვეთა. მოკლედ ცბიერი ედი უპირისპირდება თავისთვის
ძალიან კარგად ნაცნობ ხო უნდა ვთქვათ რომ ეს ის იაპონია იყო მაშინ რომელსაც უკვე სამხრეთ აფრიკა დამარცხებული ყავდა მსოფლიო ჩემპიონატზე და რამხელა ჰაიპი და რამხელა ესე ვთქვათ ძალა ქონდა მაშინ იაპონიას. მოდი გადავიდეთ შემადგენლობებზე, ჩემ თავზე ავიღებ სტუმრების გამოცხადებას. კენდა კობაიაში, კენჯი სატო და შუჰეი ტაკეუჩი უილსთან გამართული მატჩის შემდეგ მთლიანად გამოცვალა იდი ჯოუნსმა პირველი ხაზი. მეორე ხაზში ეპინერი ულუივეტ და გუნდის კაპიტანი ვორნერ დირსი, რომელიც 23 წლის ასაკში იაპონიის ნაკრების კაპიტანი გახდა. მოგეხსენებათ ზოგადად მაიკლი არის იაპონიის ნაკრების კაპიტანი, მაგრამ ასაკშია საკმაოდ და იმდენ თამაშს ვეღარ თამაშობს როგორც მიგვაჩვია თავი დროზე. ტაილერ პოლი, კანჯი შიმოკავა და ჯეკ კონოსენი იქნებიან მესამე ხაზში და აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვათ ნაოტო საიტო, იაპონიის 9 ნომერი, რომელიც ტულუზას 9 ნომერია. მოდი მარტივად რო ვთქვა, ანტუან დუპონის კონკურენტი არის გუნდში და როგორი კარგი 9 ნომერია წარმოიდგინეთ. შექსუნ ალი 10 ნომრად და ფრთებზე ტომოკი ოსადა და კაზუმა უედა, ცეჩი ჩარლი ლოურენს და დილან რაილი და 15 ნომრად იქნება სემ გრინი. საკმაოდ ინტერნაციონალური შემადგენლობა ყავს იაპონიას და აგერ გამოჩნდნენ ჩვენი ბიჭები ბექა გორგაძე და გაგვაცანი ჩვენი ჩამოგართმევ სიტყვას მაშინ პირველი 2 და 3 ნომრებით გიორგი ახალაძე, ირაკლი ქვათაძე, ირაკლი აფციაური იქნებიან პირველ ხაზში. მეორე ხაზის დუეტი მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე. მესამე ხაზში 6 თორნიკე ჯალაღონია, 7 ბექა საღინაძე, 8 კი გუნდის კაპიტანი ბექა გორგაძე, რომელიც მოუძღვება ახლა ბორჯღალოსნებს. ვასილ ობჟანიძე 9, მისი მეწყვილე 10 ნომრად თედო აბჯანდაძე, 11 დემურ თაფლაძე, 12 თორნიკე კახოიძე, 13 მისი მეწყვილე ცენტრში გიორგი კვესელაძე, 14 აკაკი ტაბუცაძე, 15 კი დავით ნინიაშვილი. კვესელაძეზე და დილან რაილიზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული და ზოგადად ცენტრის წყვილზე ცენტრი ბევრ რამეს გადაწყვეტს, ისევე როგორც მესამე ხაზი ამ შეხვედრაში და სტატიკური ფაზები. მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოქრილი მატჩის დეტალებზე ოდნავ მოგვიანებით. ახლა უკვე ორივე გუნდი მოედანზეა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. თითქოს ყველაფერი მზად არის გარდა მაყურებლებისა, რომ ეს შეხვედრა დაიწყოს. უფრო მეტ მაყურებელს ვისურვებდით ჩვენც ასეთ გადამწყვეტ შეხვედრაში. ცხადია მორაგბეებიც ნელ-ნელა მოვლენ, მაგრამ ქართულ ტრადიციას არ ვღალატობთ, მაგრამ ახლა სანამ შემოგვიერთდება მაყურებელი სტადიონზე, ჩვენ მოვუსმინოთ ჰიმნებს. იმიგაიო იაპონიის ეროვნული ჰიმნი. Ladies and gentlemen, please all rise for the national anthem of Japan. Minasan Nippon no Kokka Seishou desu. ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ჰიმნი აქვს ფოტოშორის. იაპონიას აიდი ჯოუნსი თქვენს ეკრანებზე. იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ციერი ედი როგორც Ladies and gentlemen, please remain standing for the national anthem of Georgia.
ესე ყველაფერი მზად არის შესულდა ორივე ნაკრების ეროვნული ჰიმნი და ველოდებით უკვე ირლანდიელი თავარი არბიტრის ნიშნავს რომ დაიწყოს მატჩი, ხო მსაჯებზე არაფერი არ გითხრა საბა თავარი მსაჯი იქნება ოუენ კროსი, მას კიდევიდან ენტონი უდვორდი და პიტერ მარტინი დაეხმარებიან, ხოლო ლიო კოლგანი იქნება ვიდეო რეფერი და ქართველი მეოთხე მეხუთე მსაჯები არიან მარიამ გოგუაძე და ლაშა კაზალიკაშვილი. მოკლედ ყველაფერი მზად არის, მოდი ვთქვათ პირდაპირ რომ დღეს ჩვენი თავარი ამოცანა უნდა იყოს რომ მეტოქეს ჯანით ვაჯობოთ, დავჩაგროთ ჯანში, ეს იქნება სწორედ გასაღები. თუ დააკვირდებოდით ჰიმნების დროს, როცა დიდი ხედი იყო ორივე გუნდის, აშკარად ფიზიკურად გაცილებით ვარ და იაპონია შესაბამისად ძალიან სწრაფი გუნდია, უყვართ სწრაფად თამაში, გამოვყავი მე მატჩის წინ მათი 9 ნომერი საიტო, რომელსაც ძალიან სწრაფად შეუძლია გუნდის ათამაშება და ეს იქნება მთავარი კოზირი სავარაუდოდ ედი ჯონსის დღევანდელ მატჩში ძალიან დასანანი მარცხი იწვიეს იაპონელებისთვის. უელში 23-21 ბოლო წუთზე ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს ამომავალი ქვეყნის წარმომადგენლებმა. მოკლედ ყველაფერი მზად არის, ველოდებით ოუენ კროსის ნიშანს და დაიწყება ეს უპრინციპულესი, უდაძაბულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩი. ნილ ჰეტლიმაც სწორედ იმაზე გააკეთა აქცენტი გუშინდელ პრესკონფერენციაზე, რაც შეინახსენე ფიზიკურობაზე, თუმცა ასევე გაუსვა ხაზი იმასაც, რომ ძალიან სწრაფი და მოძრავი უკანა ხაზი ყავს საქართველოს, ასე რომ ყველა კუთხით ყურადღება მართებს იაპონიას, ეს ჟღერდა და ისმოდა მათი განცხადებებიდან ინტერვიუებში, ასე რომ რას დაუპირისპირებთ მომზადებულ, ედი ჯონსის მომზადებულ იაპონიას, ამ ყველაფერს გავიგებთ 80 წუთში დაიწყო შეხვედრა, უმნიშვნელოვანესი კიდევ ერთხელ განმეორდებით ქართული რაგბისთვის, არა მხოლოდ ესე ტესტ მატჩის რანგში და უშუალო დაპირისპირებებში, არამედ ბევრად დიდი რამდევს დღეს სასწორზე, საერთოდ ქართული რაგბის მომავალზე. მომავლისთვის. ხო, ასევე მეორე მხრიდანაც რო შევხედოთ, იაპონიისთვისაც იგივე არის და მათაც ძალიან სურს რომ 12-ელოში იყვნენ შესაბამისად დღეს ყოველი მილიმეტრისთვის, ყოველი სანტიმეტრისთვის იქნება თავდაუზოგავი ბრძოლა და ვფიქრობ რომ აი ეს მცირე დეტალები გადაწყვეტს დღევანდელ მატჩში გამარჯვებულის ბეწს. და სიახლეც უნდა ვთქვათ, ეს გვარები პირველად საერთოდ კარგია, უფრო გაიცნობენ ჩვენი ნაკრების ბიჭებს. ლობჟანიძე ათამაშებს, აღინაძე მიეძალა და მიცა ორი კონტაქტი გაისროლა ორი იაპონელი, ლობჟანიძე ისე გორგაძე მეორე დარტყმა მივიდა მეორე ხაზელებზე, მარტოა ბექა უნდა გადავყაროთ, ლობჟანიძე ისე გაიტანა თედოზე, კვესო ჩაერთო თვითონ წავიდა, საბოლოოდ შებოჭეს და ფეხი არ უნდა აუწიონ. თუ აუწევენ კარგი იქნება ჩარიმას მივიღეთ. მაღალი ტემპი შევთავაზეთ თავიდანვე იაპონიას. ლობჟანიძე გვაქვს გრძელი და გასაშლელად გორგაძე და როგორ აქტიურობენ გორგაძე და საღინაძე კონტაქტის ზონაში, ნინიაშვილი რთული ბურთი დაიმორჩილა, არ იყო იდეალობთან ახლოსაც კი ეს გადაცემა. უკან ვიხევთ აფციაური გააკეთებს ახლა დარტყმას და ვნახოთ, შეიძლება ფეხითაც ვითამაშოთ. კი, ნიშანი ამისი გასცა ვასილ ლობჟანიძემ. რამდენიმე ფაზის შემდეგ ვერ მოვახერხეთ წინასვლა, პირიქით უკან წამოვედი და ახლა უკვე მაღალი ფეხი ლობჟანიძიდან, სად არის ეს დარტყმული, იმედი არ დატოვებს მოედნის ფარგლებს, მაგრამ დატოვა და იქნება დარტყმის ადგილიდან დერეფანი სტუმარი გუნდის, ხო, 5 წვლილება განახორციელა რიჩარდ ქოქრილმა კანადასთან მატჩის შემდეგ, ხაში დაბრუნდნენ კახოიძე და ტაბუცაძე, ასევე გიორგი ახალაძე ჩამოვიდა კლერმონიდან და ის არის პირველ ნომრად, კი დავით აბდუშელიშვილის ეს არასწორდება ძალიან გავდა, ვისია ბურთი უკან დავტოვეთ, რა ხდება? აქ ბურთზე ასე თამაში, ასე ინერტულად თამაში არ შეიძლება. ძალიან ჭკვიანურად გაატარა ახალაძემ ახლა ბურთი, რომ აიღო, გადაიყვანდნენ ბურთიანად, მაგრამ იაპონელებისგან იყო ბოლოს ნათამაშები და შესაბამისად ჩვენი არის დერეფანი. ხო, ირაკლი ხვათაძე და ორი დებიუტანტი ყავს დღეს მარკაბაში, ნიკა სუთიძე და კახა დარბაიძე, მინდა რომ წარმატებები უსურვო ორივეზე, მთლიანად საქართველოს ნაკრებს ჩაჩანიძე ორი ხელი არკაძემ ტრავმა მიიღო წინა მატჩში, ფეხის შეცურების ეპიზოდში, სრულიად უწყინარ მომენტში. ახლა კი თვალი მივადევნოთ, ამოლს წინ წავიწიეთ, გავიდათ საჩერებულმა მიიღო, მაგრამ როგორ ახერხებს მაინც უპირატესობის გაკეთებას აუბამას მხარი ბექა გორგაძემ. მივდივარ წინ აქ თითქოს ხელი შეგვიშალეს, რა თქმა უნდა და მივიღეთ უპირატესობა, არ გადაგორებისთვის არასწორ მხარეში არსენ ჯალაღონია
თვითონ მივიდა, უნდა გავაგზავნო და უფრო თამამად უნდა ვითამაშო. ნინიაშვილი გადაიკიდა, ვინ იქნება პირველი აბურთი? დავით ნინიაშვილი! ძალიან კარგი იყო, ესე უნდა ვაგზნობინო და ცოტა მეტი ხალხი თუ ჩავაყვანინეთ ესე დროს დაცვაში, უფრო გაგვიჩნდება სივრცეები და რა თქმა უნდა წავიდეთ ავანტურაზე, მით უმეტეს მაშინ როდესაც გვაქვს უპირატესობა. ჩვენი სიმძიმის გამოყენება, ჩვენი აი ამ მასიურობის გამოყენება სწორედ აქედან არის, აი ამ კუთხით არის შესაძლებელი. იაპონიას დაჭირდება მეტი მოთამაშე რაგში, თუ ჩვენ ასეთ დინამიკაში ვითამაშებთ და ამის შემდეგ სივრცის გამოყენება გვმართებს. რისი მცდელობაც იყო ახლა მართალია წარუმატებელი, მაგრამ ამისთვის გვექნება კიდევ შანსები. კარში დარტყმას ვიხილავთ მეოთხე წუთზე. აბზენდადეს აქვს შანსი რომ დაგვაწინაუროს, თან საკმაოდ ხელსაყრელი პოზიცია. სანამ თედო კარში დაარტყავს, შეგახსენებთ რომ ყაზბეგი გახლავთ ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი. ასევე უნდა შეგახსენოთ რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანიაა რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი, ჯილბერტის და დი3 ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. და თედოს პირველი დარტყმა და ჩვენი პირველი ქულები 3-0 დაწინაურდა საქართველოს. 4 წუთის განმავლობაში, 3 წუთნახევრის განმავლობაში საქართველოს შეტევაში იყო, საბოლოოდ გამოვსტყუეთ მეტოქეს ჯარიმა და დავწინაურდით. პირველი ქულები მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენი აქტიურობა და უპირატესობა ქულებში აგვესახა. ასეც მოხდა ყველაფერი. ახლა ვნახოთ უკვე ამას რას შევმატებთ. მეხუთე წუთზე განახლდა შეხვედრა. სიანსინ ლიმ შეიყვანა ბურთი თამაშში. აქ თაფლაძე იყო ჰაერში იდეალური, დაგვიტოვა ბურთი საკმაოდ რთულ მომენტში. ლობჟანიძე, ახალაძე პირველ ხაზელების დარტყმას ხედავთ აქ. ხო, საკმაოდ ესეთი აგრესიული ფიჯელი ყავს ერთი მათი მეორე ხაზელი ულუიტიტი ძალიან ხისტი მორაგბეა და მისი განაიტრალება მართავს, მაგრამ სიხისტე ვის ქონდა ვნახეთ ბექა საღინაძემ 3 კონტაქტი გააკეთა და 3-ვე მისი აქ კიდევ ერთი ისევ ბექა გორგაძე თანაგუნდელების დახმარებით ქვევით ბაბუნაშვილი კაყოიძე მაწია ხაზი, თუმცა ლი ფეხით გამოდის ახერხებს წნეხიდან დარტყმას, თან საოცარ დარტყმას. კიდევ უფრო კუთხისკენ რომ წასულიყო იდეალური იქნებოდა, თუმცა დავით ნინიაშვილი უკვე საპასუხო დარტყმით ამოდის 22-დან. კარგი წნეხი დაადეს ნინიაშვილს, ამის დამიუხედავად მაინც კარგი ფეხი დაარტყა ჩვენმა ფულბეკმა და ეს გორგაძის კიდევ ერთხელ დააკვირდით, დაждდა თუ არა როგორი კონტაქტი, როგორი ბოჭვა შეასრულა ჩვენმა კაპიტანმა. ყველამ კარგად ვიცით რომ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული გორგაძეზე და საღინაძეზე. აბა წამოვიდნენ იაპონელები, გაგვიშალეს ზურგს უკან შექმნეს მეტობა და მაღალ ბოჭვაზე წავიდა აქ არბიტრი ჯარიმა, უპირატესობა აქვთ. თამაშობენ ხელ და ხელ, ფეხით შეცურება, დაბრუნდება ჯარიმის უპირატესობა, ადგილზეა თაფლაძე. განმეორებით ვნახავთ, საინტერესო იყო, იმიტომ რომ შენი არ იყოს მეც გამიჩნდა ეჭვი თითქოს აქ სუფთად ითამაშა კახოიძე. ხართან მომეჩვენა, მაგრამ რა თქმა უნდა კარგ პოზიციაში იყო შეხვედრის მთავარი მსაჯი და უფრო კარგად ხედავდა აღნიშნულ მომენტს, უფრო დაწევისკენ მოგვიწოდა ბოჭოების და ვნახოთ რა სიზამენ ახლა. აი, აქედან კარგად გამოჩნდება. განმეორებით კი. დავაკვირდეთ კახოიძე. ამოგდება და აუცდა ყელისკენ აუცდა მაინც. ო, თითქოს იყო კონტაქტი. კი ბატონო. სანამ დარტყმას შეასრულებს ამჯერად უკვე სიანსინ ლი, გეტყვით კიდევ ერთხელ რომ ყაზბეგი არის ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი. ასევე გეტყვით რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანიაა რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი, ჯილბერტის და დი3 ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. აი, თითქოს მხრის ზემოთ ბოჭვა იყო და შემდეგ ჩაატრიალა კახოიძემ, ამაზე მიიღე ჯარიმა, სონსინგლის გამორბენი დარტყმა ზუსტია 3-3 თანავდება ანგარიში, ახლა უკვე ჯერი საქართველოსზეა. ცუდი ის არის რომ იაპონიას პირველივე მცდელობიდან გამოუვიდა ქულის აღება. რეალურად პირველი შანსი მიიღეს ჩვენ ნახევარზე, პირველად გაათამაშეს და დისციპლინა, რაც ბოლო პერიოდის პრობლემა არის, განსაკუთრებით წინა თამაში, ხო, რამდენი ბარათი მივიღეთ, აუცილებლად ყურაცაღები იქნება დღევანდელ მატჩში. კი ბატონო, იაპონელები საკუთარ 22-ში მიიღეს ბურთი და დაჯარიმდნენ. მე მგონი კი ბატონო, ჩვენია ეს ბურთი. ბლოკირებისთვის კი ბატონო, არ მიუშვეს ესე თქვა ბურთიანთან ჩვენი ბოჭავი და შესაბამისად ბლოკირებისთვის დაჯარიმდნენ იაპონელები. აუჩი მივდივართ? აუჩი მივდივართ.
და ვეცდებით მოლით ბაბუნაშვილმა საღინაძემ თავად ლობჟანიძემაც მოითხოვეს და მიიღეს ეს ბოჭვაგან მეორებით ნახოთ ამ დერეფნა რას გავაწყობთ კარში დარტყმავთ სადეთ გამოგვივიდა ამჯერად უკვე აქცენტი გვაქვს ლელოზე კომენტარს არ გავაკეთებ ამ ჯარიმაზე რადგან ჩვენს სასიკეთოდ იყო ჩემოსაბა და აბა ვნახოთ ქვათაძე ძალიან მნიშვნელოვანი დერეფანი ორი ხელით ბაბუნაშვილი შეიკრა მოლი აი თავარი ახლა ბიძგი მიუცეთ და შემდეგ უკვე ამუშაოთ ფეხები მაგრამ კარგად გვაწვევიან იაპონელები გაგვიჩერეს მოლი ხაზი ჩაერთო შევიყვანეთ ყველა თითქმის მთელი გუნდი აქ არის კვესელაძეც მივიდა მაგრამ გაგვიჩერეს თითქოს საჯი არის დაჩერებას კარგი გარეთ არის მივაწეკით მივდივართ უნდა გაიტანოს ახლა უნდა იგზნოს კვესელაძე მასე ხდება გადავიდა მიწაზე თამაში ლობჟანიძე ამძიმებს მორკინალებს უხმო თავისთან ახალაძე აიღე და მიეძალეზე გადავალთ ახლა მეტოქი დაჩეჩქვაზე და თვითონ უხელებო მოჭაზე მოდიან იაპონელები ბაბუნაშვილს დაამხმარე ჯგუფი მიუახლოვდა და არტყა ბაბუნაშვილმა ტემპი ვერ გვაქვს სათანადო თუმცა კონტაქტის ზონაში გვაქვს უპირატესობა და აქვს ამ კაცს რაც თავარია გავშალეთ ხაზე ზურგსკან გადაცემა გრძელი პასი დავით ნინიაშვილი არ იყო გამართლებული და ახლა მოგვიწევს თავის დაცვა ძალიან დიდი აბუცადე საიდან მორბის დააკვირდით და თუ დაეწევა უნდა დაგვეხმაროს ძალიან დაგჭირდება ვინ იქნება პირველი და გაგვიტანეს არა გავუშვით ძალიან დასანანილელო არაფერი მოასწავებდა ამას გარდა არასწორი გადაწყვეტილებისა რომელიც მივიღეთ გავშალეთ ნაკლებობაში ხელით და ჩვენ შეცდომაზე დილან რაილი მისარგებლა ჩვენი შეცდომით გაგვიტანა ლელო დაგვადუმა არა და რა კარგი ფაზები მივაწყეთ და ძალიან დასანანი იყო ეს ლელო რა თქმა უნდა არ უნდა გაგვეტანა და გეთანხმები საბაჯერ კარგად უნდა დაგვეჩეჩქვა მეტოქე რამდენიმე დარტყმა უნდა გავიკეთებინა და თუ ჩავითრევდით შემდეგ კაი ლელო კარგია ხო თუ ჩავითრევდით შემდეგ ბევრ ხალხს უკვე შემდეგ გამოგვიჩნდებოდა სივრცეები მაგრამ ეს არ გავაკეთეთ რიცხობრივ მეტობას არ დაველოდეთ თუნდაც თანაბარი რომ ყოფილიყავით იქ იყო დავით ნინიაშვილი რომელსაც შეუძლია ერთ-ერთზე უპირატესობის შექმნა მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ პირიქით მოლში დავამატეთ ჩვენ ხაზის მოთამაშეები ამიტომ გარეთ მოგვაკვდა და შემდეგ გავშალეთ მაინც მოკლედ საბოლოო ჯამში 10-0 ყველაფერი უნდა დავიწყოთ 0-დან მაგრამ ამჯერად -7 ქულით კი ბატონო ძალიან მარტივად გაგვიტანეს ლელო მოდი უნდა აღვნიშნოთ კარგი სპრინტი შემოგთავაზა მათმა 13 ნომერმა დილან რაილიმ ამ ეპიზოდში უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეთ უფრო უნდა შევკრათ თამაში და არ უნდა მივცეთ ასეთ შეცდომებზე დაჭერის საშუალება იაპონელებს ხალხი მოვიდა საკმაოდ არ გაიუშვა მაგრამ მაინც ბევრია უნივერსიტეტი შეაჩერა იქ ბაბუნაშვილმა არ უნდა ჩავრჩეთ საკუთარ დაურში არიან საიტო გადმოიტანა მარცხენა ფეხზე საიტო სადღაც მშვენიერი დარტყმა გამოვიდა კარგი პლასტარმი გვაქვს შესატევად ვნახოთ რითი უპასუხეთ თავარია ახლა ემოციურად და ფსიქოლოგიურად არ უნდა გავწყდეთ და ჩვენ დასახულ გეგმას უნდა მივყვეთ ბოლომდე აბა ჩვენი დერეფანი ქვათაძე ბურთით ხედავთ ბიჭებს ჯალაღონია ბაბუნაშვილი დერეფანი ჯერ არ დაგვიკარგავს და ზოგადად ამ ეს სამი ტესტია განსაკუთრებით ძალიან კარგად გამოვიყურებ დერეფანში და არ უნდა იმდენი ლაპარაკერო არ უნდა ხო ჩემი ბრალი მგონია უკვე კომენტატორის წევლა არ არის მოგონილი ამბავი მე მგონი კარში დარტყმას მე მოვიხდი ბოდიშ მაგის გამო კარში დარტყმას და აუტის მოწოდებას ვაცალოთ ხოლმე მაგალი ფეხი იაპონელებისგან ვინ იქნება პირველი თითქოს ნინიაშვილზე მიდიოდა ეს ბურთი აერში აშკარად უკეთესი პოზიცია ქონდა ტაბუცადეს ნახოთ თუ ჩაერთვება ვიდეო რეფერი ამ მომენტში საღინაძე გავიუმჯობესეთ კუთხე თუმცა 22-ს გარეთ ვარ ზედმეტად ხომ არ აქტიურობდა უივიტი თუმცა არა თავის საქმე ძალიან კარგად გააკეთა შეგვინელა ბურთი საკმაოდ დაცვასაც მიწა საშუალება რომ გადაწყობილიყო აი აქ ჯალაღონია მივიდა მშვენივრად ტაბუცაძესთან ერთად მალე უნდა გადავგორდეთ არ უნდა მივცეთ ჯარიმის აღების საშუალება ზურგს უკან აბა იაპონელები გაგვიშალეს წამოვიდნენ თვითონ აქ რა თქმა უნდა სივრცე არ დარჩებათ გაუცუდა ბაბუნაშვილის ბოჭა მაგრამ საღინაძე იქვე იყო რა თქმა უნდა საიტო არტყმევინებს პირველ ხაზელებს სიბრტყეზე მაღალ უნდა გავიდეთ აქედან მალე უნდა გავიდეთ ზურგს უკან ახლა უკვე ფეხით ითამაშებს ლილის აწეულ ბურთს მიმყოლებიც ყავს საკმაოდ ნინიაშვილი მაინც ფეხზე დარჩა აგრძელებს წინსვლას
ასეთ ეპიზოდებში, ასეთ მატჩებში გჭირდება დავით ნინიაშვილისა და სხვა ვარსკვლავების უმაღლეს დონეზე თამაში. როგორც საღინაძეზე და გორგაძეზე იქნება ძალიან ბევრი დამოკიდებული, ასევე ნინიაშვილზე იქნება. ძალიან ბევრი ლობჟანიძემ დაიგძელა ახლა რაკი და ხო, ვასკას ფეხის არ უნდა გაუწეს. პირველი დარტყმა არ გამოუვიდა, გვახსოვს დარტყმის ადგილიდან იყო აქ კარგი ბოჭვა და ამის შემდეგ გადარტყმები მოვაყო. ხო, ბევრი ბოქს კიკი უნდა დავარტყათ დღეს წესით, რომ ვიყენებთ ამაში. ჩაჩანიძე რა კარგია! უკან დაახევინა მეტოქეს და თავადაც გაერიდა უთის წერტილს. საიტო აქ ვაწუხებთ და კარგია საღინაძე. არ იყო აქ ჯარიმა გამომდინარე იქიდან რომ კონტაქტმა გამოიწვია საღინაძის სიკნისლა. ხო, ეს უფრო სუფთა და აშკარა იყო ვიდრე ის პირველი როცა ჩვენ მოგცა ჯარიმა, აშკარად გადაეღობა ტაბუცაძე და არ მიცა საშუალება რომ სულიყო. ხო, ისის საჭიროებაც რამდენად იყო ეს საკითხი. უკვე ავიღეთ ჯარიმები, რომლის თავიდან არიდებაც ძალიან მარტივად შეგვეძლო და დისციპლინაზე კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო აქცენტი. ბევრი მატჩი მახსენდება, სადაც ამის გამო არასასურველი შედეგი მიგვიღია. და იმედი მაქვს, რომ დღეს ანალოგიური არ მოხდება. გასმაგებული და გაათასმაგებული ყურადღება გვმართებს თითოეულ ეპიზოდში. დერეფანი ჩვენს 22-ში. შემოვიდნენ იაპონელები წითელ ზონაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა აგრესიული დაცვა. ბორჯღალოსნებისგან აბა დერეფანში რა ხდება, მოიგეს ორი ხელით სრუმოლის შემდეგ გაიტანეს გაზზე და დავაშვებინეთ ესტომა. დაუვარდათ თუ ვითამაშებთ გარეთ, კი კახოიძე წამოვიდა შენ გენაცვალები ჩვენს დაგვივარდა. ხო, შერკინება. ახლა მივიღეთ შერკინება, სადაც უნდა გამოიკვეთოს ჩვენი უპირატესობა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დღევანდელ მატჩის შედეგზე თუ მოვახერხებთ შერკინებაში დომინაციას. ვისარგებლოთ მომენტით და სანამ შერკინება მოეწყობა, შევახსენოთ მაყურებელს, რომ ყაზბეგი არის ქართული რაგბის ოფიციალური ლიგი. ასევე ისიც უნდა შევახსენოთ, რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანიაა რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი. ჯილბერტის და D3 ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ხო, სხვათა შორის უელსთან წაგებული მატჩის შემდეგ ედი ჯოუნსმა გააკრიტიკა ზოგადად მსაჯობა და თქვა, რომ ძალიან ბევრს ერევა ვიდეო რეფერი თამაშიო, ძალიან გაიწევა უელსთან მატჩიო და ეს შესაბამისად თამაში ცოტა კლავსო აქ. ხო, ეოგან კროს არ მგონია დღეს მარტივი შეკინებების საჯობა მოუწიოს. We need more space. Yeah, take some more space. Okay. Don't point early. პირველ მცდელობაზე არ გამოუვიდა მოწყობა, გადააწყო ახლა. შერკინება და გასცა მითითებებიც. მოდელი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა. ხედავთ. ირლანდიელ თავარსაჩ ლობჟანიძე ბურთით და პირველი შერკინება, ძალიან მნიშვნელოვანი შერკინება, აქ უნდა ვაგრძნობინოთ იაპონელებს, რომ ჩვენ და შერკინებაში დადგომას აზრი არ აქვს. თავისუფალი ჯარიმა გაიცა გასცა მსაჯმა. ჩვენ იაპონიასთან 7 შეხვედრა გვაკავშირებს წარსულში და თითოეულ ამ შეხვედრაში ძალისმიერ კომპონენტებში სულ გქონდა უპირატესობა და თუ ახლო ანგარიში სრულდებოდა იაპონია საქართველო ამ თამაშებში იყო სწორედ ამის დამსახურება პირველ რიგში. კი ბატონო. ხო, ვახსოვს შარშან ტოკიოში დავამარცხეთ 25-23 გასვლაზე და ეს იყო პირველი გამარჯვება იაპონიასთან გასვლაზე. ხო, ულუეტი მოიგო ორი ხელით, საიტო გაიტანა. აბა რა ხდება, რომ ჩაგვიხლართეს, წამოვიდნენ, მაგრამ ჩვენი დაცვა ადგილზეა, კარგად გადავედით. ისევ საიტო როგორ სწრაფად გააქვს მუთი ზურგს უკან. შეიყვანა. როგორ გადაეწყო ნინიაშვილი ბოჭვაზე, უცებ ვერ მივხვდი, ვერ დავეცი ეს. ერთი ხელით ერთი კაცი დაიჭირა, მეორე. ნინიაშვილი მივიდა 9-ზე და საბოლოოდ მოიპოვა ბურთი, თავად გამოიტანა, მოკლედ, გენიალურია დავით ნინიაშვილი. საღინაძემ დაარტყა. შვიდად უნდა გავიდეთ, მაღალი ფეხი უნდა დაარტყას. ლობჟანიძემ, ხო, ვასკასთვის 99 ეტეკებია დღეს. სხვათა შორის გადავედით მეტოქის ნახევარზე, ხო, არ იყო საბრძოლო ეს დარტყმა. აი აქ შანსი გვაქვს რომ მეტოქე დავიჭირო და ბურთზე ვითამაშოთ. თუ დავშდებით არა, ბურთზე უნდა გასულიყავით. კონტრაქტის საშუალება არ ჩავარდეთ. ვერ შევასრულეთ კონტრაქტი, საპირისპიროდ კი წამოვიდა ულუივიტი ძიმე დარტყმა ჩვენს დაცვის ხაზს, მაგრამ აღარ ჩქარობს საიტო. და ამ 7 თამაში მაღალი
დაარტყმულით წასწია თავისი გუნდი წინ, თუმცა დავით ნინიაშვილის გამოცდა ბურთი რჩება ჩვენ. აბჟანდაძე კახოიძე დაარტყა ნაბიჯი. ძალიან კარგია კახოიძე კონტაქტის ზონაში. ლობჟანიძე, საღინაძე, ხო ეხლა ერთი დარტყმა გჭირდება, გაუწმიდოთ აუცილებლად ეს ბოჭვა კი ბატონო შევინახეთ, ახლა უნდა გადაეწყოს გუნდი, ყვე. გავიტანეთ აბჟანდაძეზე, მაღალი ფეხი თაფაძისგან მეტი სპრინტი გჭირდება და მეტი აგრესია აი ამ ბოჭვაში. შევაჩერეთ ლი და მაინც გამოგვიძრა იაპონია, თუმცა წყობრი დაცვით უნდა დავხვდეთ ახლა კონცერტევაზე, შეიძლებოდა და აქვე უნდა შეგვეჩერებინა მათი წინსვლა. შეჭამა აკვესევაძე და კახოიძემ ბურთიანი მოთამაშე საიტო. ახლოში რა კარგად გაითამაშეს, საგატანა. მაგრამ ადგილზეა საღინაძე წინა. ბატონო. ცინიკური ჯარიმა, ყვითელი ბარათი, თუმცა ამ ზონაში გაჭრილი ხაზი იყო და ამიტომაც მიიღეთ ყვითელი ბარათი გვერდიდან თამაშისთვის აფციაური არეთიკოს სწორი მხრიდანაც რომ ისული იყო, ქონდა დრო ამისი აფციაურს ძალიან სამწუხარო ყვითელი ბარათი, აი ერთი მოკლე პასით მოკლედ რამხელა სივრცე შექმნეს იაპონელებმა და აკვირდით. რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ, დისციპლინა ისევ არ გვაქვს მოწოდების სიმაღლეზე. საიტომ თვითონ ბურთი ამოაგდო და არავის არ აძლევდა ამ პასს, მაგრამ არასწორი მხრიდან იყო უნდა ვთქვათ აფციაურიც, მაგრამ საიტომაც ისე გააკეთა რომ ყვითელი ბარათი მიგვიღო, აი სწორედ ამაზე მქონდა საუბარი. ძალიან კარგი 9 ნომერია შეიკრა მოლი, უკან წამოვიღეთ საღინაძის ბოჭვა. საიტო ბოლო ორ თამაში არის მეოთხე ყვითელი ბარათი ჩვენთვის. ასულად. და გამოვასხვა ვერაფერს, ჩვენ მე და შენ ვერაფერს. ისე საიტო შეგვიცვალე შეტევის მიმართულება ზურგს უკან, აჩქარდნენ იაპონელები. გააკეთა შეაჩერა საბოლოო ტაბუცაძემ და ჩვენს 22-ში სიღრმეში როგორი სახიფათოა. ამოიღო, კი ბატონო, ჯალაღონია მწინვალეა. კი ბატონო, შვენიერ ითამაშა, ლობჟანიძე ახლა. ძალიან კარგად ითამაშა. ნინიაშვილის შორეული დარტყმა და დავტოვეთ მოედანში სწრაფად, რაც შეიძლება მაქსიმალურად ზემოთ უნდა ამოვიდეთ. ნაკლები სივრცე უნდა დაუტოვოთ იაპონელებს. რა ბოჭვა, მაგრამ შემდეგ გარეთ გვაქვს სივრცე დასაცავი. დილან რაილი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოთამაშე იაპონელთაგან. სწრაფად შემოაბრუნეს, აქაც ვაკეთებთ ბოჭვას მეტობით სურთ სარგებლობა იაპონელებს, ახლოს შეიყვანეს ეპინერიულ ლუივიტი შემოbrunდა. წმეხში ვართ, მაგრამ თეო თავს ჯერჯერობით კარგად უცავთ, არ უნდა ვითამაშოთ ამბურთზე, რადგან ჩავარდნილი იყო ახალაძე, საიტო. შეიძლება სივრცე კვლავ ჩანს თაფლაძე. ბლოკირებას ძალიან გავდა ეს მომენტი. კონტრაქტის ცდილობა არის, ჯარიმა ჩვენია. კახოიძემ რა ბოჭვა გააკეთა, შემდეგ მიყვა ძალიან აგრესიული ბოჭვები და საბოლოოდ კონტრაქტის ცდილობით დროს დავაჯარიმეთ მეტოქე, ბრავო ბიჭებო. ასეთი ეპიზოდები იგებს თამაშს. აუ ნეტა მასიური შეტევა და აქ შეიძლებოდა ნამდვილად ბლოკირებაზე ფიქრი. ამოვისუნთქოთ ჩვენც, ამოვასუნთქოთ მაყურებელს. გეტყვით იმას, რომ ყაზბეგი ქართული რაგბის ოფიციალური ლუდია. და ასევე პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანია რაგბის მაღაზია ოვალი სპორტ. ჯილბერტის და დესამიტეების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ამოვედით 10 მეტრიანზე, მცირე გამარჯვება მოვიპოვეთ. საკმაოდ დიდხანს გვიტევდნენ იაპონელები, დიდხანს დაიბევეს თავი ჩვენ 22-ში, ერთხელ ჯალაღონიამ ამოაცალა, მეორეჯერ უკვე კონტრაქტის თელობის დროს ჩავარდნენ და დავაჯარიმეთ. ძალიან კარგი, ჩვენი ძალა ვაგრძნობინეთ უკვე. ეს მულტიფაზური შეტევა მოვიგერიეთ რიჩარდ კოკრილი. თავდაჯერებული ჩანს თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად მარტივად გათამაშებული კომბინაცია. შიგნით წამოდი ირაკლი. აი ამ დროს ჯობდა ალბათ რომ არ გისმინა. ხო, არ მისარმა. შიგნით წამოსულიყო, რადგან ძალიან ცოტა სივრცე დარჩებოდა იმისთვის, რომ გადავეყვანეთ დერეფანში. Oh no, Georgia, open up please. I'll get you time, okay? მეორებით ეპიზოდი, თუმცა გათამაშება ჩვენი არ გამოჩნდა ამწევი ბლოკი. ხო, არა, ჯალაღონია გაიპარა იქ და აქ ხო, არა სწორია. აშკარა და ვასკას დარჩა ეს ბურთი და დაიყვანეს. დატოვა ბურთი თამაში თითქოს არ გამოგვივიდა.
მაგრამ ძალიან უაწუხებთ იაპონიას უკვე უჩხლეთ თავისავე დერეფანში და თითქოს მე ჩვენება რომ ცოტა თავის ხარეს აგდებენ დერეფანში ბურთს მაშინ ოდესაც ჩვენც უმართავთ ბრძოლას ჰაერში ცოტა ამ მომენტისთვის მე რა შტაბეჭდილებაც მაქვს არის ის სოსო რომ თუ ჩვენ ტემპში დავრჩით თუ ჩვენი თამაში მოვახვიეთ იაპონიას თავს და იმ სისწრაფეზე არ ვათამაშეთ სადაც იაპონია გრძნობს თავს კომფორტულად მაშინ შეგვიძლია ამ შეხვედრის საჩვენო წამოღება ორთა ბრძოლაში წაიღეს ბურთი იაპონელებმა და ტაილერ პოლი აკეთებს ძლავ დაარტყმას იაპონია კი მიყვება თავის სათამაშო ტაქტიკას სქემას ფეხით თამაშობენ გადმოდიან ჩვენ ნახევარზე თაფლაძე ვერ ყოჩაღობს 10 და ბურთს მარტივად მოაგებინა მაგრამ ყოჩაღობს თედო აბჟანდაძე მე მგონი შერკინება გვირჩევნია თუ ავიღეთ აქ გავიტანეთ ნინიაშვილი მოკლე გადაკიდება წაგვიკითხეს და ჰაერში თამაშს აღარ დადებს მსაჯი შეტევა მოსაგერიებელი აქ ხო ალბათ ჯობდა რომ ცოტა შორს დაგვერტყა მეტოქის 22-ში ეს ბურთი ალბათ ნინაშვილმაც გააკეთა იმაზე აქცენტი რომ საჯი დაგვიბრუნებდა უპირატესობას მაგრამ შერკინების უპირატესობა ძალიან მალე სრულდება მოგეხსენებათ საიტო ახლოში წამოვიდნენ მოკინალები მაგრამ ახალაძემ წაიკითხა ეს შეტევა გადავგორდეთ არ მოგსეჯარი მაინც გასცა მიუხედავად იმისა რომ ბურთი თითქოს ჩანდა ზევიდან ახალაძე ეწვა და აქედან არ გამოიტანდა იაპონია ხო არა დამალეს ვერც გადაგორდა წესიერად მოდი ვთქვათ და არც ერთი მოთამაშე არ გაატანდა ხა ბურთს და პირდაპირ თამაშეს პრაგმატულად გამოგტყუეს ჯარიმაც და შანსი მიიღეს რომ 10 ქულამდე გადარდონ სხვაობა ხო აი პრაგმატულობით გჯობნიან ჯერჯერობით იაპონელები 65 წუთში ბევრი რამ ვიხილეთ უკვე გქონდა ლელოს გატანის შანსიც გქონდა ჩვენი მომენტი სადაც თავს მოვახვიეთ იაპონიას თამაში, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში გავუშვით ლელო, როცა ჩვენ უნდა გაგვეტანა ერთი არასწორი გადაწყვეტილებით და ამის შემდეგ თითქოს ჩვენი თამაში სრულყოფილად ვეღარ დავიბრუნეთ და ინიციატივა თამაშზე ვეღარ დავიბრუნეთ. სასწრაფოდ და აუცილებლად გჭირდება ამის გაკეთება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ იაპონია იღებს ქულებს, მას შემდეგ რაც ჩვენ ერთადერთხელ ანგარიშის გამხსნელი ჯარიმა გავიტანეთ, აქ კი მოხდა ის რაც სოსომ და ანოსა 10 ქულამდე გაზარდა იაპონიამ. მე მაინც მჯერა რომ იქ დერეფანში რო წავედით კარში უნდა დაგვეტყა. კარში უნდა დაგვეტყა ის ჯარიმა, მაგრამ ასე ცემგრინი დაუშავდა იაპონიას 15 ნომერი, ის ნაცვლად სავარაუდოდ. იუკი იკედა ჩაერთვება შინაი კომურა კი ბატონო, აბა აქ კარგი ბოჭვა ძალიან მნიშვნელოვანია. შეაჩერა დრო მოიგო და შემდეგ წამოეხმარა დაბუცაძეს გაუწუდა ბოჭვა დასვა იქ იაპონელმა გარემარმა მარტივად მოიშორეს დაბუცაძე ამ ეპიზოდში ბოჭვა არის უნდა გავანთავისუფლოთ აუცილებლად და არ ვითამაშოთ ბექა არა უნდა გადაგორებულიყო გასულიყო ჩაჩანიძე საიტო გაიტანა ხაზე კარგი წნეხი მაგრამ ფეხი მშვენიერი დაატყეს მოედანში დატოვეს ნინიაშვილი აბა გამოვიდა დათუნა რას იზავს დარჩა ფეხზე რამდენიმე კონტაქტის შემდეგ გაუშვა გააგრძელა მოიგო რამდენიმე მეტრი და დავაშენოთ ახლა კარგია ახალაძე ჩავტოვოთ და დავაშენოთ აი ახლა ამ ორ კარგ ფაზაზე მაგრამ ძალიან შეგვინელდა ბურთი შემდეგ აღებულ ბურთზეც ლობჟანიძემ პირდაპირ გადაცემა ვერ გააკეთა აი ახლა ვიწყებთ ტემპის ახლიდან აკრეფას საღინაძე დარჩა ფეხზე უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უპირატესობა თითქოს იქ ჯალაღონიას დაუვარდა მიწაზე რომ მიდიოდა და ისურვებდი ამ შეტევაში რომ ჯარიმით გამოსულიყავი და ის ჯარიმა კარში დაგვეტყა რადგან თუ ლელო გავიტანეთ აქ გასცა ჯარიმის უპირატესობა და უმალვე ჯარიმა ეს მიდოდა რადგან იქ ჯალაღონიას როგორც დავინახე დაუვარდა ბურთი და აი ჯარიმა აღარ გადაკეთდება იმ წითამაში და ლელო რო დაგვედო გაგვიგდებოდა ისწრებოდა ეს ყველაზე კარგი იყო ჩვენთვის ამ ეპიზოდში კი ბატონო კარგი შანსი იმის რომ შვიდქულიანი სტატუს ყო დავაბრუნოთ რაც რამდენიმე წუთის წინ იყო ახალაძეს მცირე დაზიანება აქ იმ ბოლო კონტაქტის შემდეგ ძალიან კარგად მიეძალა სხვათაშორის მაგრამ მარტო იყო და ესე ხშირად მარტო არ უნდა დავტოვოთ მოთამაშეები რადგან იაპონელები დაგუჯდებიან იმ ბურთზე და წაიღებენ
რა კარგი იყო ჩვენი გუნდის ყველა ლიდერი და ბურთის მიმღები ამ ეპიზოდში და რომ არა ის ჩავარდნა, სადაც ტემპი დავაგდეთ. ბევრად მეტის გამოდნობა შეიძლებოდა, იკითხებოდა და ჩანდა ეს ეპიზოდიდან. ახლა კი მაქსიმუმ 3 ქულის აღების შანსი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ. მამუკა გორგოძე, ლეგენდა ქართული რაგბის. თედო აბჟანდაძე და გასუსული მიხეილ მეცხის სტადიონი. ვნახოთ თედოს მორიგი დარტყმა, საკმაოდ იოლი პოზიციიდან არის ეს დარტყმა და კი ბატონო ზუსტია თედო 6-13 29 წუთზე ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ 7 ქულით გვამარცხებს. იაპონიის ნაკრები კარგად გვიტევს, იაპონელები კარგად გვიტევენ, მაგრამ ფიქრობ რომ ძალიან კარგად ვიცავთ თავს ჩვენ თითქმის მათ ყველა შეტევაში ერთადერთი მათი ლელო ჩვენ ვიხილეთ ჩვენივე დაშვებული შეცდომიდან 13-22-დან ფეხი მიგვიწევდა შეუერთდა თავის კუთვნილ ადგილს ლეგენდებთან მიხეილ ნარიაშვილიც გამოჩნდა და კაპიტანი მოკლედ კაპიტნებთან კაპიტნის გვერდით იკავებს თავის ადგილს. ჯალაღონია მიიღო ეს ბურთი ლობჟანიძე ახლა ერთ დარტყმას აკეთებინებს მორკინალებს იმისთვის რომ უკეთესი პლაცდარმი შევიქმნათ დასარტყამი ფეხით. ახლა უკვე აღარ უნდა ვაწვალოთ და გავიდეთ ჩვენი 22-დან. ამ წერტილში უკვე მე რამდენად გვინელებს წარმატებულად იაპონია რაგს. შენ ერთხელ აღნიშნე, როდესაც ულუივით იმ გააკეთა ანალოგიური, ახლა უკვე საქმე შეიყო ტაილერ პოლი. იქნებ რაკი უფრო კომფორტულად ჩამოვაყალიბოთ ლობჟანიძისთვის. აფციაური დაგვიბრუნდა, აღდგა სტატუსკო მოთამაშეების რაოდენობის მოედანზე. სულ აღარ მახსოვდა, თუ ტაბლოს არ ავხედავდი. 14 კაცით გავიტარეთ ჯარიმა უნდა აღნიშნოთ. და ეს არ არის მცირედი იაპონიის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი გუნდია. უნდა ავხდეთ. მოიგეს. ბატონო, ახლოში წამოიყვანეს, მაგრამ ჩვენი დაცვა ადგილზეა საყინაზე ვერ დაჭდა ამბურძე, ზურგს უკან, კარგად წამოვიდნენ იაპონელები, კარგად სისტემურად გვიტევენ, საიტო. კი ცდილობენ რომ დატოვონ ხაზთან თავიანთი მორკინალები, აქ გადაამლაშა საღინაძემ და დაუჯარიმდით. კიდევ ერთი ჯარიმა. ბევრია პრობლემა დისციპლინაში. არასწორ მხარეს იყო ჩარჩენილი ბექა საღინაძე და სულმა წაზლია თითქოს კარგად შესრულებული ბოჭვის შემდეგ ბექას და მიიღეს შანსი იაპონელებმა რომ დააბრუნონ სათქულიანი სხვაობა. კონტრაქტზე თითქოს კარგად გავიდა ბექა საღინაძე და შემდეგ ფეხით როდესაც ითამაშა ფეხით არ შეგიძლია წინ მიტყნა არ შეგიძლია ფეხით გვერდზე და უკან შეგიძლია ამის შესრულება. ჩათვალა რომ წინ მიარტყა შეეძლო რა თქმა უნდა ამ ეპიზოდის სხვანაირად განსჯაც. თუმცა ახლა უკვე იაპონიას აქვს შანსი ისევ 10 ქულით დაწინაურდეს. ლის დარტყმა კარგი ჩანს და ნერვები მწყობშია ქისულა. საკმაოდ შვიდად ისე ზუსტად შეასრულა. 6-16 უმარცხდებით ისევ 10 ქულით დავით ნინიაშვილი. სკოლი რაკურსით. ხო, კარგი იქნება პირველი ტაიმის მიწურულს თუ კიდე დავაგროვებთ ქულებს თუ ლევოს გავიტან თვად უკეთესი თედო აბჯანდაძე. აიწია მაღალი განახლება მოვიგეთ ტაბუცაძემ ჩვენ ხარეს მოიგო. კი, ჩვენ ხარეს გამოიშვირა ხელი და ესეც იდეალური შანსი. მთელი ფლანგი შესატევად ასევე შანსი რომ ჯარიმა ავიღოთ და ჯარიმის უპირატესობის ქვეშ ვითამაშოთ. დასვენებული აფციაურიც სხვა. გიორგი მამაიაშვილიც ხომ მოედანზეა ერთი გუნდში. მამაიაშვილი ჩემოსულა კი, ტრავმირებული ახალაძე შეცვალა. და ასევე აფციაური, რომელმაც 10 წუთი დაისვენა და ცხადია ექნება გაორმაგებული სურვილი რომ ახლა დააჯარიმოს. ხო, თან უნდა აღვნიშნოთ რომ მამაიაშვილი და აფციაური აი ბავშვობიდან ერთად თამაშობენ, ერთად მოდიან ლელოდან, ასაკობრივი ნაკრებებიც ერთად აქვთ და ის ისტორიული მსოფლიო, როდესაც ჩვენ 20-მდე მსოფლიოზე საუკეთესო პოზიცია დავიკავეთ, რაც კი აქამდე გვაქვს დაგავებული. მერვე იყო, ხო? თუ არ მეშლება. მერვე ადგილი. სწორედ ამ ბურჯების დიდი შრომის ხარჯზე მოხდა ცხადია თანაგუნდელებთან ერთად. აი ამ შერკინებაში თითქოს იაპონელები ჯერ ადრე მოგვაწვნენ, შემდეგ ჩვენ რომ წნეხი ვიგზენით, ჩვენც ადრე წავედით, ამიტომ გადააწყობს ამიტომ.
ადრე არ მიაწვეთო სანამ ბურთი შემოვარდებაო. მაგრამ თითქოს იმპაქტის შემდეგ ცდილობენ იაპონელები რომ მოგვაწვნენ. ეს კი ჩვენი ძალიან კარგი შანსია. ხო, აქ იდეალური იქნება თუ აი ჯარიმის უმრეცობას მოვიპოვებ და შემდეგ უკვე ვითამაშებთ ხელით. აბა, აფციაური. რამდენად გამოგვივა ეს იდეალური ჩანაფიქრი, რაც მე და შენ და რა თქმა უნდა მოედანზე ბორჯღალოსნებსაც აქვს. კიდევ ერთხელ ადრე გადმოსვალზე თავისუფალი ჯარიმა გასცემ საჯმა, მაგრამ მეორე არის, ხო? მანამდე სხვა რამეზე იყო, ადრე მიწოვაზე იყო, აქ საღინაძე. გოლი დაიძახა, გაგვაჩერეს და გაგვიჭედეს პირველსავე ფაზაში. ვერ ვიყენებთ ვერაფერს, ვერ ვიყენებთ იმ შანსებს, რომელიც გვეძლევა და ამიტომ ვართ მხოლოდ და მხოლოდ 2 ჯარიმის ამარა. 34 წუთისთვის არა და ვერ ვიტყვით რომ უშანსოდ ვართ, ვერ ვიტყვით რომ უპირატესობა არ გვაქვს გარკვეულ ფაქტორებში. თუმცა ანგარიშში ასახვას ვერ ვახერხებთ. ხო, შერკინება, პირველი ორი შერკინება მოგვიკლეს, მოდი ვთქვათ, თავისუფლით, მაგრამ შემდეგ უკვე ნებისმიერი თავისუფალი იაპონიისგან უკვე ჯარიმად გადაკეთდება, ამიტომ ხო, მალე გაიტანენ, რა თქმა უნდა, ბიჭებიც იძახიან, ჩვენ რა თქმა უნდა შევეცდებით რომ მივაწვეთ. თავარია რომ ახლა ყველაფერი ჩვენ გავაკეთოთ იდეალურად და მსაც ვანახოთ რომ ყველაფერს ვაკეთებთ კარგად იმის რომ აქეთ არ დავჯარიმდეთ. თავისუფლით არ გამოვიდეთ. საიტო. შენ თქვი რომ ლობჟანიძე თამაშობს 99-ს და თედო მიუახლოვდა კიდევ ერთ ასეთი მდგომარეობის 59 ამისთვის და რა ჯარიმა. ხო, აქეთან მხრიდან აშკარად აფციაურმა დაჯაბნა იქით, არ ვიცი მამაიაშვილის მხარეს რა ხდებოდა, მაგრამ აქეთ თითქოს ჩვენ უკეთესები ვიყავით. სამსაჯო გეოგრაფია ჩემზე უკეთ გესმის და მათ 22-ში ჩვენ ასე აღარ მოგცა მოკლედ ჯარი. ხო, საინტერესო იქნება თუ იქით ახედიდან ნახავდით ამ შეკინებას უფრო ნაცვლად შეიძლებდი აი ბატონო. Okay, Georgia. ხო, რაცა თქოს Open up, I'll get you the numbers, okay? არც ერთი არ იყო ესე თქო დამლაშავე. იქით უფრო აქედან მხრიდან რო უყურებთ აფციაურმა აშკარად დაჯობა. ვიზავის მოკლედ იაპონელების დერეფანი ხალხის საკმაოდ მოვიდა. აბა, უნდა შეუშავოთ ხელი, კარგად უშლიდით ხელს და აი აქ მოიგეს ორი ხელით დაგვასწრეს ახტომა. კვათაძე გადაბმაში იყო კარგი, მაგრამ იმედია რომ სუფთა ბოჭვარი იყო. ხო, ცოტა გამართული მომეჩვენა, მაგრამ არასწორი მოხრილიც იყო. არასწორი მხრით შევიდა და თავი დარჩა ცუდად, ასე ვთქვათ. ეს ცუდი ისევე ცუდად როგორიც დარტყმა შესრულდა. ახლა მაიაშვილის ბოჭვა წაქცეული ტანის დაკარგული წერტილიდან მოახერხა შემტევი ბოჭვის გაკეთება ჩვენმა პირველმა ხაზელმა მარჯვნივ ჯგუფური დარტყმა რაქიდან. იაპონელები კვლავ ფეხით თამაშობენ და ცდილობენ ჩვენ ნახევარზე გადმოსვლას. უკეთ გმართებს ბურთის აღება უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს ნინიაშვილი. აი ახლა როგორც გახდა სწორედ ისეთი და სწრაფი ბურთი შეგვიძლია გავიტანოთ. ბაბუნაშვილი აკრიფა ტემპი და არტყა წამოეხმარნენ მას პირველ ხაზელები ბურჯი და კვაჭი. ახლა კი ვასილ ობჟანიძე შეასრულებს მაღალ დარტყმას. სად არის ეს ბურთი? ტაბუცაძე მიყვება. აუ, კარგი ხარ ბექსონა, მაგარი ბოჭვა შეუსრულა აქ. ბურთიან მორაგბე საიტო ორნი ზურგს უკან, გაათამაშეს იაპონელები, ცოტა არეულები ვიყავით და მე მგონი მოეჭრა და კი ბატონო დარტყმის ადგილიდან იქნება ჩვენი დერეფანი და ბოლო შანსს ვიღებთ თითქოს პირველ ტაიმში რომ შევამციროთ სხვაობა. და ვიღებთ სრულიად ლოგიკურად ვითამაშეთ მწყობრად, კომფორტულად ვერ დაარტყა ამის შემდეგ იაპონელმა და გვაქვს კარგი შანსი ახლა დერეფნიდან ისევ მთელი ფლანგი უამრავი რამის გათამაშება შეგვიძლია და ვიცით რომ გვაქვს არსენალში. კი ბატონო, ედი ჯოუნსი ხედავთ. დინად გამოგვივა დღევანდელი მიმდინარეობით ეს სხვა საკითხია. პირველი მოდი ჯერ დერეფანში ბურთი მოვიგოთ. მოლი უნდა ვცადოთ აუცილებლად, რადგან უნდა ვაჯობოთ ამ კომპონენტში და არა ბოლოში არასწორი მოწოდება. ბატონო. არასწორი მოწოდება და ეგრე არ გამოვა ეხა, მაშინ ვანანდეს იყო არასწორი მოწოდებები ხო. 50-ზე ეპიზოდები იმსაჯა ჩვენ საწინააღმდეგო დერეფანში. Yes, and the overthrow must be straight also. Option please, Warner. Scrum.
ხო, შეიძლება, აუ, რა კარგად შედიოდა თაფლაძე. ხო, როგორც არის. კაი, შერკინება აირჩიეს. საბა, ხო არ გათამამდნენ წინა ჯარი. ხო, აი ამ ამისთვის დაისაჯონ ახლა იაპონელები. დასჯა იქნება იდეალური პასუხი. აბა ვნახოთ. ძალიან მნიშვნელოვანი შერკინება. ну სავარაუდო დროის გაყვანასაც იმსახურება ეს ძალიან კომფორტული სხვაობით იგებს იაპონია პირველი ტაიმისთვის. ну ნახოთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა დროის გაყვანას თუ გადაეწყო ხომ მათთვის საერთოდ იდეალური. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩაღოთ რამენაირად. აი, მაგრამ გაიტანეს ლობჟაინძის კარგი ბოჭვა. შევაწუხოთ. 22-ს გარეთ არის იაპონია. მალე ჩავიდნენ ჩვენი მორკინალები, თორემ თამაშგარეთ ჩაგტოვებენ. ხო, 22-ს გარეთ არის თქოს. კი ბატონო, გეთახმები, მოედანში დატოვეს და ნინიაშვილი. კი ბატონო, მამაიაშვილმა როგორ იმოძრავა დააკვირდი, საჩამოვიდა პირველ ხაზზე გორგაძე. თვითონ მივიდა. ამუშავა ფეხი კონტაქტის ზონაში და მოიგო კიდეც მცირე მანძილი. ახლა ფეხი მზადდება, თედო აბჟანდაძე აიწია. მაღალი ბურთი მიყვება კვესელაძე უკნიდან აზღვევს ტაბუცაძე. არჩი კარგია. კახოიძე აგრძელებს შეტევას. კახოიძე შევიდა კონტაქტში, გადაყარეს. მომენტუმი გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ ზურს უკან ნინიაშვილი შეიძლება ერთი გზელი გადაცემა. ურაჭკვიანურია. დემე უნდა დაგეჭირა ეგ ბურთი არ შეიძლება ასე. მოგცევა ასე უდიერად მოპყრობა ბურთთან. მოკლე ფლანგზე შემოგვიტიეს და გაჩერდა თამაში. ორი წინ თამაში იყო და დაეხმარა. გვედიძის საჯი მთავარ არბიტრს და ხო აი თითქოს წინა შერკინებაში უკვე გამოიკვეთა ჩვენი. ნახე რა ჭკვიანურად ითამაშა ერთი დაკნევა, მოჭრა და ზუსტად ხაზზე დასვა. ხელებში ჩაუსვა დემე თაფლაძეს და დემემ ვერ დააფასა, თან სიურცე ჰქონდა წინ. ხო, თითქოს ცოტა შიგნით უწევდა წასვლას, მაგრამ თავარი იყო რომ ბურთს შევინარჩუნებდით ამ ეპიზოდში. ახლა იაპონია ძალიან სწრაფად გაიტანს ამ შერკინებიდან ბურთს და შემდეგ რა თქმა უნდა დაასრულებს პირველ ტაიმს. ხო, ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. პირიქით, როცა ჩვენი თითქოს ჩვენ უნდა გაგვეტანა ლელო, აქეთ მივიღეთ და დანარჩენი კი ჯარიმები გაგვიტანეს იაპონიამ. რიჩარდ გოკრელი და ლადო კილასონია, რომელიც აღარ არის ჩვენი 20-მდე ნაკრების თავარი მწვრთნელი. აი, ვიტო კოლელიშვილი ჩაანაცვლებს მას. ხო, რა თქმა უნდა დაასრულებს იაპონია. ხო, 6-16 მარცხდებით 10-ქულიანია სხვაობა უნიშნულოვანეს მატჩი. შევისვენოთ მოთამაშეებთან ერთად და მალე დაგიბრუნდებით. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ აქვს გოკრილს სათქმელი თავისი გუნდისთვის. ედი ჯონს კი ეჭვება იმდენივე კონდეს სალაპარაკო. მეორე ტაიმს ველოდებით, იმედი მაქვს რომ ბევრად უკეთესი იქნება ჩვენი თამაში პირველ რიგში და თუ ეს ასე მოხდა და ჩვენი სათამაშო უპირატესობა ავსახეთ გულებში, დარწმუნებული ვარ შეიცვლება უკვე და ჩვენი გამარჯვებით დასრულდება შეხვედრა. 10 წუთს შევისვენებ და დაგიბრუნდებით უკვე შეხვედრის მეორე ტაიმით. Welcome team Japan. მიესალმოთ იაპონიის ნაკრებს.
დაგიბრუნდით ძვირფასო გულშემატკივრებო მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონიდან, სადაც პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანეს უპრინციპულეს დაპირისპირებაში მარცხდება იაპონიასთან 6-16 რო შევეხოთ პირველ ტაიმს კარგად მიტევდა იაპონია, მაგრამ ამის და მიუხედავად ფაზურად ვერ ახერხებდნენ ისინი სარგებლის ნახვას. კი დავჯარიმდით რამდენიმე ეპიზოდში გაგვიტანეს ჯარიმები. ერთი სავალალო შეცდომა დაუშვით მაცავე 22-ში საწყის თუთებზე, როდესაც ბურთით დავარდის შემდეგ კარგად მიარტყეს ფეხი და რამხელა სპრინტი შემოგთავაზეს ყველამ ერთად ვიხილეთ. ამის საპასუხოდ ჩვენ ორი ჯარიმა გავიტანეთ. უნდა ვთქვათ, რომ იაპონელები ჩვენზე გაცილებით კარგად კინძავდნენ ფაზებს. ჩვენ საკმაოდ აგრესიულ დაცვას უხვედრებდით მათ, მაგრამ მაინც ხედავთ ანგარიში რამხელა. მოკლედ ყველაფერი წინ არის, ყველაფერი გადაწყდება ბოლო 40 წუთში და ვნახოთ რა შეცვალა რიჩარდ ქოქრილმა. გასახდელში გამოდიან ჩვენი ბიჭები და ახმაურდა კიდევაც პუბლიკა. იოსებ ჯაფარიძე, საბა ჯორჟიკაშვილი გავაგზავნებთ თქვენთვის ამ მატჩის კომენტირებას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ენერგია, რომელიც საქართველოს ნაკრების გამოჩენა მოედანზე დაბადა, არ უნდა განელდეს. მეორე 40 წუთში მე-16 მოთამაშე და აუცილებლად გჭირდება მაყურებელი, თუმცა დანარჩენმა 15-მა მოედანზე მყოფმაც თავისი საქმე უნდა შეასრულოს ზედმიწევნით. კარგად რომ ეს 10 ქულიანი ჩამორჩენა აღმოვფხვრათ, წინ გავიდეთ და მოვიგოთ ეს სანიშანსო შეხვედრა ქართული რაგბის ისტორიისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ განმეორდებით, რომ ამ მატჩს სხვა ბევრ დატვირთვასთან ერთად აქვს ერთი უმნიშვნელოვანესი, რომ უნდა დავრჩეთ ტოპ 12-ში. ხო, რაზეც ცოტა ხანში ვისაუბრებთ, როცა ამის საშუალება გვექნება, ველოდებით ახლა ირლანდიელი მთავარი მსაჯის ეუან ქროსის ნიშანს და დაიწყება მეორე ტაიმი. სენსინ ლი ბურთით წავედით, დაიწყო მეორე 40 წუთი, სადაც გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. და მკისიერა დავკარგეთ ეს ბურთი ვერ აიღო ჩაჩანიძემ, საიტო მივიდა, საიტო ძალიან კარგად ათამაშებდა თავის გუნდს პირველ ტაიმის განმავლობაში. აფცია 2 წამოიღო უკან. აი ესეთი ბოჭები გჭირდება, არ უნდა ჩავატოვებინოთ თავის საიტო. გაუტანა კომურას, მათი კაპიტანი მოგვეძალა საიტო. ისევ მარცხენა მოკლე ფლანგის ლი შემოbrunდა და აქტიური იყო პირველ ტაიმის მანძილზეც. თითქოს ამოიღე ბეკა შეგილია. კი ბატონო და დავაშვებინეთ შეცდომა. უნდა ვთქვათ, რომ პირველ ტაიმში ჩვენ სასარგებლოდ ორი თავისუფალი გაიცა. ერთხელ დავჯარემით მე-22 ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში. აი ეს არის ზუსტად ის შანსი საბა, სადაც უნდა მივიღოთ ჯარიმა. შერკინებაზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა. ხო, შერკინებაში ჩვენი უპირატესობა ჯერჯერობით ისეთი აშკარა არ არის, როგორცაც ველოდებით. კი ბატონო და მოდი ვთქვათ, ეხლა თუ რას ემსახურება დღევანდელი მატჩი და დღევანდელ მატჩში გამარჯვება ან ფრე. დღევანდელ მატჩში გამარჯვებით ან ფრი ჩვენ შევძლებთ, რომ დავრჩეთ სოფლიო რეიტინგში პირველ 12-ში, რაც სოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ჩატარდება კენჭისყრა 3 დეკემბერს, ჯგუფურ ეტაპზე გვეყოლება ერთით ნაკლები გრანდი, რაც გაზდის ჩვენ მნიშვნელოვნად პლეი-ოფში გასვლის შანსს, ისტორიულ პლეი-ოფში. მოგეხსენებათ, შეიცვალა სოფლიო ჩემპიონატის გათამაშების სისტემა, ერთი ჯგუფი დაემატა და 4 გუნდიანი ჯგუფები იქნება და შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ მატჩში ფრეს. სხვა ადრე გვაწვევიან ახლა ვიცი. რო გააჩერა, პირდაპირ ჯარიმა არ გასცა. შერკინებას გვიკლავენ და ახლა რაღაცა ან კაპიტანმა, ან თვითომსაჯმა რაღაცა უნდა მოიმოქმედონ. Make sure we wait for my call and meet them in the mark, okay? Quick reset. Patience. Understand? გასა დირექტივები ან ქროსმა. და ვნახოთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ შერკინებაში მეტოქის დაჯარიმება. აბა ვნახოთ. ხო, იმ გაშვებულმა ლევო მე პირადად ავსტრალიასთან გაშვებული ლევო გამახსენდა მსოფლიოზე. დავარშუმა რომ გაჭრა ხაზი და ტაბუსაძის პასი. ჩვენ რომ უნდა გაგვეტანა და აქეთ რომ აი ამაზე მაქვს ოიმე რა ხდება მოედანზე არ ვიცი. ჩვენი მხრიდან რაც ჩანდა იაპონია ფეხზე წამოვახტუნეთ, თუმცა სხვა რამ დაინახა უენ ქროსმა და გასცა ჯარიმა ჩვენ საწინააღმდეგოდ, ჯარიმა რომელსაც გაუშვებს სონსინ ლი.
კარისკენ. ნახოთ, დავაკვირდეთ ამ გამეორებას. არ ვიცი, სოსო დაგითმობ კომენტარში. ვიცი, აღარც არაგბო გეოგრაფია აღარ არსებობს, არაფერი აღარ არსებობს. უმნიშვნელოვანესი ჯარიმა გასაახლა ირლანდიელმა მთავარმა არბიტრს. სანამ ლი შეასრულებს დარტყმას, გეტყვით რომ ყაზბეგი არის ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი. ანგარიში ხდება სამწუხაროდ 19-6 და სანამ მატჩი განახლდება, გეტყვით რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანიაა რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი, ჯილბერტის და დის3 ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. აბა ყველაფერი წინ არის ჯერ ნინიაშვილი შეგენაცვალე რა ბურთი წამოიღო, ბრავო. და რა მნიშვნელოვან მომენტში. კი, ესე თამაშ სწორედ ნინიაშვილის ნაირ ლიდერები იგებენ, ბაბუნაშვილი წამოვიდა დარტყმაზე, ვობჯანიძე არ უნდა დაუდო ტემპი, წამოვიდა ბექსონა შენგენაცვალე მიწაზე უნდა წავიყვანოთ. არის ჩარჩენილი ყავს ორი მორაგბე რაგში, ამით უნდა ვიცარგებლოთ აქაც უპირატესობა. მაგრამ პირდაპირ ჯარიმა გაიცა სწრაფ გათამაშებას, არ ფიქრობთ, არ ვთქვარობთ. ახლა უკვე კარში დარტყმაზე ფიქრი მე მგონი რომ ზედმეტიც არის. და წავიდეთ ლელოზე. ძალიან ტკუიანურად გამოსტყუა ლობჟანიძემ, უნდა ვთქვათ, ეს ჯარიმა შეხვედრის მთავარ მსაჯს. ხო, არა, კარში უთხოვთ თამაშოთ პრაგმატულად, რატომაც არა შევამციროთ სხვაობა და შემდეგ უკვე უფრო მეტი ქულების დაგროვებაზე ვიზრუნოთ. აბჟანდაძე, საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან დღეს კარგი პოზიციიდან უწევს აბჟანდაძეს ჯარიმების შესრულება. ხო, არ ვიცი. ხო, წინა ჯარიმა შერკინებაში ახლა თავის დადებული არ იყო გვერდითმა მსაჯმა უთხრა, მაგრამ რა ვიცი, ხა რამდენად დასადები ჯარიმა. მაგას მე შენზე კარგად მაგას ვერ ვიცი. ვიცი რა არის, მაშინ გატანის საშუალება მაინც უნდა მოეცა, ახლა ცოტა ჭკვიანურად რომ სამსაჯო ინტელიგენციას რომ მიუმართოთ, ხო? პლუს 3 ამასობაში ისევ 10 ქულა და ვერ შევედით კომფორტულად 10 ქულაში რომ მიუახლოვდეთ იაპონიას გასასწრებ მანძილზე. ცენტრიდან განახლდა შეხვედრა, მიმღები ბლოკი მზად არის, ნახოთ, აუცილებლად უნდა დავიმორჩილოთ. დავიტოვეთ ჯალაღონიამ კარგად დაასხვია უკან, კი. ბობჟანიძე ამზადებს მორკინალებს. საღინაძე, რომელიც კონტაქტის ზონაში არის შეუჩერებელი. ვისაც დაარტყა იქვე დატოვა ყველა საღინაძე. ბობჟანიძე მოიმზადა ბურთი. საკმაოდ ხარისხიანი დარტყმა გამოუვიდა ვასილ ობჟანიძეს, იქ კომურამ კინაღამ შეიწირა ჩვენი კავშირის წარმომადგენლები, თემი ლუკა კილასონია დავინახე. მოკითხვა აქედან იოვან კროსი. სავარაუდოდ იაპონიის ელჩი იქნება საქართველოში. საიტო გაიტანა ხაზე, კომურა თამაშობს 10 ნომრად, მოკლედ ეს არაერთხელ ნახეთ ეს კომბინაცია იაპონელებისგან და ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ რომ სადმე იქვე არ გაატანონ კარგი ბოჭვა. კახოიძე დღეს კონტაქტში დომინანტურია, ზემოთ გადაგვიკიდეს. ჩარდო, მაგრამ შეხება იყო და ეს პირდაპირ აუჩა, არ უნდა დაგოწყა, რადგან შეტანილი იქნებოდა და კარგი დარტყმა ნინიაშვილისგან. აბა ვნახოთ, უნდა გადავავსოთ უკან, უნდა გადავავსოთ ადგილზეა თაფლაძე, არა, რატო, რა თქვინდა. დიდი სივრცე ჰქონდა, თუმცა ითამაშა ძალიან პრაგმატულად, კი. დროც ჰქონდა საკმაოდ. ჩვენ ახლა არ გვჭირდება თამაშის გაჩერება, ჩვენ პირიქით თამაშისთვის მეტი ტემპის და მეტი მუხტის მიცემა გვჭირდება და აი ესეთი მაგრამ თუ ავყევით იაპონიას თავის თამაში, აქ ფაქტობრივად განწირულებით ვიქნებით. ფაქტი ის არის რომ 10 ქულით შენაგებდა არა იაპონია, მაღალი ფეხი იაპონელებისგან. აქ ვინ არის პირველი, ვინ არის და ჩვენი ვარსკვლავ ბიჭი არის ნინიაშვილი და მარტო არის მიყოლა ჭირდება, არ უნდა ხერხემალზე შეამოწმეთ კაზუმა უედა. ობჟანიძე ახლა მორკინალებს გავაკეთებინებთ ერთ დარტყმას, გაუმჯობესებ დასარტყამ კუთხეს ხაზის მოთამაშეს და დაველოდებით რომ წამოვიდნენ ფეხზე და აი ჩვენც უნდა ჩავტოვოთ რა, უნდა ვიუშაოთ იმაზე რომ
რაქის შავი მაგია ავამუშაოთ? მაღალი ფეხი მიყვება ტაბუცაზე, რა ქნა გადავლაგდი და დაველოდოთ ხაზად ასვლას. ბომბავს იაპონია უკანა ზონაში, თუმცა ჯერჯერობით მწყობრად ვართ. ნინიაშვილი ისევ აგდებს თამაშის ტემპს, ისევ გავაჩერეთ თამაში, ავალზე დაიჭირა. ცოტა სუნთქვას დაილაგებს ახლა რავით ნინიაშვილი და მე კი გეტყვით რომ ყაზბეგი ქართული რაგბის ოფიციალური ლუდია. და რადგან შენ ყაზბეგი გამოაცხადე, მე შევახსენებ მაყურებლებს, რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანიაა რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი ჯილბერტის და D3 ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ხედავთ კაკოვინი ბეძაძე, ლაშალომიძე, მოსეკრანებზე ყოფილი ბოჭღალოსნები. გულები რა თქმა უნდა მას და ნინიაშვილის დარტყმა უნდა აღვნიშნოთ, მეტოქის 22 რაუნდზე ამოვიდა ჩვენი 22-დან. ეს შანსიც გამოსაყენებელია. ხელი უნდა შევუშალოთ მინიმუმ. კი, პირველ ტაიმში კარგად გამოგვდიოდა, პირველ ტაიმის საწყის წუთებში. აი მეორე ტაიმში უკვე ვეყარ მოახერხეთ 9 სეკუნდს კაპიტანმა მოიგო. ორი ხელით აი აქ აგრესია გვჭირდება. ხვათაძე ისევ ავსებს ინტერვალს. დერეფნა ხაზამდე. ცოტა უკან ჩადი კი ბატონო, კარგი წმეხი საიტოზე, მაგრამ დარტყმა მაინც გამოვიდა. თაფლაძე დაუვარდა იქნება მოუკლათ ეს შეტევა. გაიშალა. ზურგს უკან გადაცემები, სისრაფე ჩართო იაპონია. არა, რატო არ დაუმთავრა, რატო არ დაუმთავრა რა. რა ლამაზი შეტევა მიგონდა, წარმოუდგენელია. ხო შეიძლებოდა რომ დაემთავრებინა ეს უპირატესობა ორ პასში არა. ოუენ კროსი შთაბეჭდილება მრჩება რომ 50-50 ეპიზოდებს ჩვენ საწინააღმდეგო საჯებს. იმდენად გამოცდილი მსაჯის არ არის ახლა უნდა ვაღიარო და მისთვის ეს ალბათ ტესტებს შორის ყველაზე პირველი ყველაზე მაღალი დონის თამაშია. მე არ მესმის როგორ შეიძლება მსოფლიო რაგბიმ ასეთი დონის მსაჯი დანიშნოს ამ მნიშვნელობის მატჩზე. იდგა გახარ. მოკლედ შერკინება თქო შეიძლებოდა შერკინების როცების დასრულება, მაგრამ როგორც არის ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა იქნება ახლა საბა ჩვენი მარკაფის აქტიურად შემოსვლას. ხო, რაღაცამ უნდა გარდატეხოს ეს თამაში. ეწყობა შერკინება, სადაც პირველ რიგში უნდა მოვიპოვოთ ალბათ უპირატესობა და ჯერჯერობით ვერ ავიღეთ. თითქოს წინა შემთხვევაში ჩვენ ვიყავით დომინანტები. მივაწექით, დავწარით, მაგრამ გაიტანეს იაპონელებმა. აუ კარგი ბოჭო ავიღო ტაბუცაძე წადი ფეხი და უნდა გაიქცი აკაკი ვინ იქნება პირველი აბურთე აგვიძირა აკაკი ტაბუცაძე რანაირად არ არსებული არის არაფერში არ გვიმართლებს ხათაუარდა ეს კოშმარია ასეთ ეპიზოდებს როგორ შეიძლება ვანიავებდეთ და თამაშზე მოგების პრეტენზია გქონდეს სიტყვები არ ვიცი ყველაფერი იდეალურად გააკეთა ყველაფერი მაგრამ აი ეს მომაკვდინებელი ბოლო დამეწება აი აქ კარგად გამოკრეს მაგრამ ინერციით მაინც არა აქ მაღალი დონის მოთამაშე ლელოთი ასრულებს ეპიზოდს ასეთ თამაში ამ მომენტის განიავება არ შეიძლება გასაგებია ბოჭვა გაკეთა კოჭზე გამოკრეს თუმცა ამ თამაშზე სასწორზე დევს ავათა რომელშიც მოუხვდებით და ეს არის ბოლო მატჩი 2030 წლამდე როდესაც ტიერ 1-ის ნაკრებს ეთამაშები ხო ამიტომ წლის განმავლობაში კი უმნიშვნელოვანესია ეს შეხვედრა ჩვენთვის რომ განცხადება გავაკეთოთ რომ სოფლიო რაგბის შეცდა როდესაც იაპონია იქ არის და არა ჩვენ გვექნება დრო ამ შეცდომების გამოსასწორებლად, თუმცა უკვე ბევრი მომენტი გავანიავოთ. კი ბატონო, თავარი ახლა ყურები არ ჩამოვყაროთ, ვანახეთ რომ გვაქვს იმის შნორომ აი ესე მივიდეთ და ასე კარგად შეუტიოთ კონჩეტევაზე, დაცვაში ვაგრძნობინეთ რომ ძალიან აგრესიულები ვართ, მაგრამ აი რაც შეიძლება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი შეცდომები.
რაც იქნება ამ თამაშის მოგების გასაღები. მე გეტყვით რომ ფრედ გვაწყობს იმისთვის რომ 12 ეულში ისევ ჩვენ ვიყოთ და არა იაპონია ჯავახია ჩაერთო. ივანიშვილი არა ბამუნაშვილია ორი ხელით მოვიგეთ ობჟანიძე. აბჟანდაძე არა ახლოში კახოიძე წამოვიდა კარგი შეტევა გვაქვს. გაიწმინდა ეს აქ შემოbrunდა შეტევა. წავიდა ქვათაძე დარტყმაზე სწრაფი რაკი გვინდა არის სწრაფი რაკი. აბჟანდაძე ზედმეტაძე პირად უთამაშეთ. კიდევ ერთი შეცდომა ცოტა უნდა დაუვაგდეთ ახლა. უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი თამაში. და რამენაირად მოვიპოვოთ სათამაშო უპირატესობა. ხაი თიკოსაკ კომიკოსე მე გეტყვით რომ ყაზბეგი ქართული რაგბის ოფიციალური უდია. და ასევე გეტყვით რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანია რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი ჯილბერტის და დესამი ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. გული მიფეთ გავს მოკლედ არ ვიცი რა. რა კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ, ნუ მოკლედ უნდა გადავერთოთ შემდეგზე არის საკმარისი დრო იმისთვის რომ მივახციოთ წარმატება საიტო. დაუდექი ჩერკინებაში მივაწეკით, მაგრამ სწრაფად გაიტანეს. კარგი მუშაობა ლობჟანიძისგან გაშალეს იაპონელებმა კვესელაძეს შეგვიცურეს ფეხი ნინიაშვილი უნდა დარჩეს დარჩა კიდე. შევინარჩუნეთ ბურთი მოედანშია და ძალიან ბევრი მოთამაშის მიყვანა დაგჭირდა რაგთან ცოტა მეტი აგრესია გჭირდება გადაყრაში აქ გამოგვაცალა ხელიდან კი ბატონო და წაგვართო ეს. ლობჟანიძეს კარგია. მაგრამ ისევ ძალიან ბევრი მოთამაშე ყავს რაგში ჩართული. ერთი დარტყმა გჭირდება გავაუმჯობესოთ ამ დარტყმას ბექა საღინაძე. ასრულებს წერტილის გაუმჯობესება, ასევე მოთამაშეების გამოთავისუფლება. 5 მოთამაშე ყავს ერთ რაგში. მალე გავიტანოთ ახლა არ ჩამოგვართვას ბურთი აქ ლობჟანიძე, არც ისე მაღალი ფეხი, არც ისე საბრძოლო პირდაპირ 22-ში დავარტყით. საკმაოდ מחვილ კუთხეში იქნა დარტყმული, ამიტომ არც თუ ისე ან მოედანში მოუწევს დატოვება, ან სავარაუდოდ შორს ვერ გადაიტანს დერეფანში. არა, ნახე აქ ყურადღება მოადუნეთ ეგრევე და საკმაოდ კარგი დარტყმა უნდა შემოვაგდო ძალიან შორს კი ბატონო შემოვაგდო ნინიაშვილმა მაღალი ფეხი თვითონ მიყვება აბჯანდაძე უნდა ითამაშოს აერშივე დავაშვებინეთ შეცდომა თუმცა მიმყოლი ახლოს არ ყავდა იაპონია კონტრშეტევაზე მოდის გამოშალეს თამაში სივრცე ჩანს ფეხით თამაშობენ უკანა ზონაში როგორ ვართ მოწყობილები ადგილზეა კვესელაძე ნინიაშვილი გაუშვა დავითმა ბურთი კიდეზე ძალიან შორს გადაიტანა თუმცა სწრაფად შემოაგდეს ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებმა დაგვიბრუნეს ნინიაშვილი ასე იფიქრებს ფეხი თუ იქნება 50-22 მაგრამ საკეტილი აქვს ეს სივრცეები იაპონელებს გაო პინგ-პონგი გაჩაღდა ნახოთ ვინ იქნება ვინ დარჩება გამარჯვებულ ნინიაშვილი ჰაერში კარგია ბოჭვას შვენიერი შეუსრულეს მეც არ მომეჩვენა ჰაერში თამაში ვინ ნახავთ ამ ბურთს რაგში ლუბჟანიძე ხო ალბათ მეგონი დროა რომ შეცვლები გავაკეთოთ თუნდაც სუთიძე თუნდაც აფრასიძე კარგია ჯარიმა გამოთხოვეთ აქ არ გადაგორებისთვის სატო ჩარჩა მათი კვაჭი მივადექით სოსო თითქოს გადამწყვეტ გარდამტეხ ეპიზოდს დროც ასეთია ხო ბოლო 20 წუთში ახლა ლელო და შევიდეთ თამაში მოგებული ჩათვალე მომენტუმს დავიჭერთ და ზუსტად ამას გულისხმობ რომ არის გადამწყვეტი მომენტი და გარდამტეხი რომელი გუნდიც მეორეზე ფხიანი გამოდგება ამ ეპიზოდში დიდი ალბათობით ის გახდება შეხვედრის გამარჯვებულიც მართალი იყო ნინიაშვილი, როდესაც აპელირებდა წამით ადრე შევიდა ბოჭვაზე თითქოს. არ იყო დასაჯარიმებელი ეს მომენტი. აი, ამაზე ვერ შეგედავები, იმიტომ რომ შენ უფრო კომპეტენტური ხარ. კომპეტენტური და ეხლა რა თქმა უნდა საქართველოს კენვა უბრალოდ ობიექტურები უნდა დავრჩეთ. სიმართლეს ვერ გაიქცევი. ქვათაძე. ლობჟანიძე, კი ბატონო. აბა ორი ხელით გურსიფთან და კარგად მოგებული აბა მოლიგძელდება ავკრიფეთ ტემპი თუმცა ბურთი სად არის ბოჭვადით ჩათვალა საღინაძე პირდაპირ კონტაქტში შევიდა და ეხა გვინდა ბეკას კონტაქტი ჯალაღონია თორნიკემაც კარგად წაიღო ბურთი კახოიძე წავიდა კონტაქტში შეძვრა მოიგო მანძილი
სწრაფი ფაზა მარცხნივ. საღინაძე აპარა აისროლა შებოჭა მეორე მოთამაშემ. რამდენ სატკინა დღეს საღინაძე. და ფეხზე რჩება ყველა პირველი კონტაქტის არგია ჯავახია მოიშორა გუნდის კაპიტანი. ტულონში გადაბარგებული გიორგი ჯავახია. მალე უნდა მიყვეთ აქ ჯალაღონიას. Ball available. გუნდი გამოჩნდა აფრასიძე, ტემპი გჭირდება გელას უყვარს. ტემპიანი თამაში უყვარს, არაორდინარული გადაწყვეტილებები, ამიტომ მისგანაც ველით. ხო, ცოტა მეტი სიმწვავე გჭირდება, კარგია წინ ვერ მივდივართ აქ საბოლოოდ. და გავიტანოთ სადღაც გელა. თავად შეუტია. აბჟანდაძე მივიდა გუნდის გასატანად. ბაბუნაშვილი ბევრს მუშაობს. ძალიან ბევრს მუშაობს ბაბუნაშვილი. თან საკმაოდ აგრესიულად უტევს, როცა ბურთი აქვს. ჯავახია მარტოა მიყოლა ჭირდება. ჯავახიაც უნდა ვამუშაოთ. მაქსიმალურად გამოვიყენოთ მისი გაბარიტები და წინ ვერ მივდივარ, წინ რაღაცა უნდა შეიცვალოს, ახლა წინ ვერ მივდივართ აშკარად რამდენი ფაზა. შეგრძნება მაქვს რომ რაღაცას ვამზადებთ. გორგაძე აი წინ წავიწიეთ ნინიაშვილი ტემპს უმატა საქართველოს. შევაღწიეთ 22-ში, ბოჭვა რაკში უნდა გადავიდეს გაუშვა და თამაში. გააგრძელა, კი ბატონო. ძალიან ჭკვიანი და რთულად შესაბოჭი არის ნინიაშვილი მარტოა შეგრძნებაა. უნდა გადავყაროთ, ჩავარდნილები არიან აფრასიძე. ახლოში წამოვიდა ჯავახია, ჩეჩქვავთ იაპონიას ჩაგვიჟდა. და წაიღო ეს. ეს ნაპერწკალი ჩაქრა, რომელიც თითქოს უნდა გაღვივებულიყო. სწრაფად გათამაშებას ფიქრობდა საიტო, თუმცა One's on the ball and lifting. გადაწყვიტა რომ ეს ჯარიმა ჯობს კიდეზე დაარტყან. ხო, ვერ წავედი წინ, ძალიან ბევრი ფაზა, ძალიან გვიჭირდა დაახლოებით 10-12 ფაზის შემდეგ 5 მეტრი წავედი წინ. კეპნეთ ერთი ადგილი. ერთი ადგილით კეპნეთ და აი სწორხაზოვანია ჩვენი თამაში. პირველ რიგში ეს არის ამ ყველაფრის გამომწვევი. თითქოს რისკს ვერიდებით და გადაწყვეტილებებშიც ზღუდავს ეს. საკმაოდ სოლიდურად დაარტყა. ოღონდ არ გულისხმობ ისეთ რისკს, როგორც On the line. გაუწიეთ და მე შემდეგ ლელო მივიღეთ. აი სწრაფი თამაში რა შვება, აი ორჯერ მივიდა ნინიაშვილი, ორჯერ სწრაფად გაიტანა ბურთი და აი იმ მომენტში მოვიგეთ ზუსტად ის 5 თუ 6 მეტრია, ერთ ადგილას ვიდექი, შერკინება უტყავდა, მაგრამ აი ეხლა ვარ საკუთარ 10 მეტრიანთან. აბა იაპონელები მოდიან შეტევაში დარჩა ფეხზე. მაგრამ აფციაური გადაზღვევაზე წამოეწია, შეაჩერა უედა მარცხენა ფლანგი იაპონია მას ჩართო თავისი სისტრაფეები და ორ ფაზაში მოვიდნენ ჩვენ 22-თან 10 მეტრიანიდან საიტო. კი, ყველაზე მეტად აი ასეთი სწრაფი ფაზური შეტევის შეჩერება გვიჭირს, როგორც წესი ნინიაშვილი ჩქარობს ძალიან სწორად, იმიტომ რომ დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. გადავედით 10 მეტრიანამდეც ვერ ასწია ამ სიჩქარეში ბურთი. Okay, George. ხო, ეგრეთ წოდებული ბზრიალა დაარტყა ახლა ნინიაშვილმა და თითქოს აი დაღლილი ვთქვათ ფეხით. კი, მართალი ხარ. და ეს დაარტყა. ედი ჯონსი. სატო. Timing is good. მოიგეს სუფთად სრუმოლი გაარეთ და არტყმა აღარ გადაწყვიტეს შიგნით შეუბრუნეს. კარგი ყოფათაზე. აი ბურთზე ვერ ვждები საერთოდ და ვერ ვეკარებით როცა ბოჭვის შემდეგ და ღლიტვაზე ვერ მოქმედებ. კარგად კომურა. კინალები ბექა ადგილზეა, ხო არ დავჯექით არა. დისციპლინა ახლა ერთი ჯარიმა იქნება ძალიან მტკივნეული. ალბათ გადამწყვეტით დღევანდელ მატჩში. და ერთი რა კარგად გვიტევს დაჭდა ბექსტონი დაჭდა იგრძნო მომენტი. აი კაპიტანი ამ დროს, აი ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ულიდერა გუნდა წამოიღო ეს ბურთი. სოსოს ამ ემოციის შემდეგ ცოტა მოვასუნთქებ და მაყურებელს შევახსენებ რომ ყაზბეგი არის ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი. ასევე გეტყვით რომ პირდაპირ ეთერის პარტნიორი კომპანიაა რაგბის მაღაზია ოვალი სპორტი, ჯილბერტის და დისამი ტეიპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. დაარტყმა კი მშვენიერი გამოვიდა დავით ნინიაშვილს და ახლობით ცენტრამდე ამოვიდა და მივიღეთ ძალიან კარგი შანსი. ბოლო 20 წუთი გვაქვს და ზუსტ ყველამ კარგად ვიცით, ყველა რაგბის მოყვარულმა რომ ნამდვილი რაგბი ბოლო 20 წუთია 10 კულა სხვაობა არ არის, ბევრი დამიჯერეთ ეს და ნამდვილად ძალუც ჩვენს ეროვნულ ნაკრებს რომ ეს თამაში შემოატრიალოს. ლუკა ივანიშვილი დავინახე ბრისტოლის მესამე ხაზელი შემოსული მოედანზე. ბოლო მხტომელზე მოვიგეთ ისევ არასწორი მოწოდება და შეტევა
საფუძვლიანად ვერ წამოვიწყეთ. რაც წამოვიწყეთ, იქაც წინ სხვა არ გქონდა. მოდი მოусმინოთ აბა. I need you to calm down and don't speak to me in that way. I will never speak to you that way. When it's over the 15, it must be a fair contest regardless of compete or not. That's what I've said, okay? It was the same over here in the first one. When it goes over the 15, it must be a fair contest. I know you don't agree with me, but we can be better. ხო, ბაბუნაშვილი ეუბნებოდა რომ არ აგვიხსნენო, არ იყო ეგრეთ წოდებული ბრძოლა ჰაერში და შესაბამისად რატომ გვაძლევ არასწორ მოწოდებასო და საჯმა საკმაოდ სამართლიანად უპასუხა ის რომ თუ თქვენ აგდებთ ბურთს 15 მეტრიანის გარეთ სადაც სრულდება უკვე ერეფანი მაშინ აუცილებლად უნდა იყოს ბურთი მოწოდებული შუაში რაც შიც მოთანხმები რაც არ უნდა საქართველოს გულშემატკივრობდე ერეფნებში პრობლემა გრძელდება და მე მგონი რომ მოედანზე დაველოდოთ ნიკოლოზ სუთიძესაც მალე ეწყობა შერკინება და შეგვიძლია გადავალოთ თვალი ჩვენს მარკაფას სუთიძე მამაიაშვილი დარბაიძე ჯავახია ივანიშვილი მამამთავრიშვილი აფრასძე მატკავა აი ასე დავიწყეთ თამაში მოედანზეა უკვე მამაიაშვილი მოედანზეა ჯავახია და ასევე ლუკა ივანიშვილი ასევე გელა აფრასძე გაიტანეს ბურთი უკანა ზონაში დარწმული ზუსტია ახტა ბურთი 50-22-იც გაგვიკეთა იაპონიამ გვიკლავს თამაში იაპონია ნორმალა Yeah 50-22 we're happy yeah 50-22 lads რასაც ჩვენ საპირისპიროდ ვერ ვიკეთებთ მათ კი ბატონო შეცდომაზე უშვებთ. ხო, გასაღები ვერ უპოვეთ იაპონიის დაცვას ედი ჯონსის. დაცვას. ხო, ვერ დავჩეჩქვეთ, მოდი ვთქვათ პირდაპირ. აი, წინა შეტევაში 22-თან რომ ვიყავით, რამდენი დარტყმა განვახორციელეთ, მაგრამ წინ მოწავედით. ნუ მოკლედ ჩვენს უპირატესობას ვერ ვიყენებთ. ახლოში შემოვიდნენ 22-ში საიტო ავედით ზემოთ კარგია საღინაძე. ახლა კარგი ბოჭვა ივანიშვილი შენგენ ნაცვალე წამოიღო უკან. საიტო ისევ. აი ესეთი ბევრი ბოჭვა გჭირდება. ზემოთ უნდა ავიდეთ. დაжда და არავერაც გადავყარე საბოლოო ძურს უკან. აგდება ახლოს შევიდა დარტყმაზე იკედა. ვერ ამოვაცალეთ, მაგრამ კახოიძე ესე მიასეირნებს კიდისკენ ნელ-ნელა. ისევ მოკლე ფლანგი. ჰოკინგზი. ჩავარდისკენ მოუწოდა. შიგნით გადაცემა. ამოიღო. არა და არ გვაძლევს თამბურთზე თამაშის საშუალებას. ხო, აი თითქოს გვიტოვებენ უკვე ბურთიან მოთამაშეს მიწაზე და შეიძლება თამაში აგვიანებენ იაპონელებით გადაყრაზე მისვლას. ივანიშვილი! ჩავიდა! არის ეს ჯარიმა ჩვენია ლუკა ივანიშვილი. ამას ვიძახდი ზუსტად რომ აგვიანებენ აშკარად იაპონელებით ხო გადაყრაზე მისვლას და ივანიშვილმა ძალიან კარგად იხეირა. თავარია ახლა ერეფაში ბურთი მოვიგოთ და კარგად გადავიტანოთ ბურთი აუჩი. When there's tacklers, I want to manage, yeah. ხო, ვერ მოდიოდნენ იაპონელები წინ და ძალიან კარგად ვიხეირე, დაცვა ადგილზეა, ახლა შეტევაც გვინდა რომ თავის ადგილზე იყოს, დარტყმა მშვენიერია მეტოქის 10 მეტრიანამდე გადმოვიდა დავით ნინიაშვილი. ერთი შედეგიანი მოქმედება გჭირდება ახლა და შემდეგ უკვე ნერვების თამაში ვნახოთ ვინ იქნება უფრო ცივი გონებით. კვათაძე და ვინ უფრო კარგად არის მომზადებული ბოლო 20 წუთისთვის. აქ ერთვება ფიზიკური მომზადება, მენტალური მომზადება, ყველაფერი ერთად მთელი ბუკეტი იმისათვის რომ თამაში მოიგო. მოვიგეთ, მოლი ჩამოვაყალიბეთ. კი ბატონო, მივიღეთ უპირატესობა, წავიდეთ ავანტურაზე, ვითამაშოთ დაზღვეული გვაქვს. აი, არა უშავს, შემდეგ მოქმედებაზე გადავიდეთ. არ გვინდა ზედმეტი რაღაცები, არ გვინდა თორნიკე უფრო აწყობთ ეს იაპონელებს რომ გამოვიწვიოს და დრო გაიწელოს, გაჩერდეს. არა, ჩვენ ახლა მეტი ტემპი გჭირდება თამაში. საღინაძის მაღალი დონის
თამაშს ეს ერთი ვარდნა არა არაფერს საღინაძე დღეს ძალიან დომინანტურია და თუ ვინ მიაკეთებდა დღეს შეტევაში უპირატესობას სწორედ საღინაძე იყო მამამთავრიშვილი დავინახე რომ გამოდიოდა მოედანზე და ასეთ აშით და 5 მეტრიანში შევსულვართ კარგი ხარ თედო ბრავო თედო აბა წავედით მიდით და აი მომენტი დადგა გადამწყვეტი მომენტი ძალიან გჭირდება ეს ქულა ძალიან გჭირდება აქ შედეგიანი შეტევა იმისათვის რომ თამაში დაუბრუნდეთ და ბოლო წუთებს გქონდეს უკვე მოგების პერსპექტივა არა დღეს ფათაძემ ყველა მნიშვნელოვანი დერეფანი გააცნო ყველა მნიშვნელოვანი დერეფანი წაგვიკითხეს მოედანზე ამდენი ხანი ვერ ხვდები აი ლაროშელის კვაჭი არის აყენებ მარკაფაში რატო არ შემოყავს ამდენი ხანი მოედანზე როცა 3-4 დერეფანი გაბუჭდება რატო არ შემოდის ამაზე უფრო ალბათ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თუ გაეცემა შეკითხვის პასუხი იქამდე კი იმედი მაქვს რომ ყველას აი ამ გამოჩნდა ამ დროს სუთიძე მამამთავრიშვილთან ერთად მესმის შეიძლება არ წაუვიდეს მოთამაშეს მაგრამ შენ უნდა კონდეს ალტერნატივა რომ შეცვალო ის მაგრამ არც თუ ისე შორს გამოვედი და ისევ მეტოქის 22-ში ვარ ხო მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს 15 ქალა ნაკრებს მიულოცოთ თავიანთი პირველი გამარჯვება რუმინეთის წინააღმდეგ გასვლაზე ჩვენმა გოგოებმა 53-0 დაამარცხეს რუმინეთი სუთიძე თავარია ბურთი დავიტოვეთ მამამთავრიშვილი რა დაყრა გჭირდება არის გადაყრა აფრაზზე ჩართო ტემპი ჯავახია წავიდა გაგელეჯვაზე უნდა წავიყვანოთ მიწაზე არ გჭირდება ჰაერში და წავიდა მიწაზე რაკშია თამაში აფრაზზე ისევ მარჯვნივ არტყმევინებს აქ უნდა გავწმინდოთ რაკი გაიწმინდა მაღალი ტემპი გჭირდება წავიდა ბექა საღინაძე წავედი დაჩეჩქვაზე აფრასიძე მეტი ტემპი გჭირდება ვინ არის ეს ვერ ხედავ ნინიაშვილია კი ბატონო მორკინალივით ითამაშა და მოიგო კიდევაც მეტრები აფრასიძე საღინაძე დატრიალდა მოიგო მანაც მანძილი მივუახლოვდით დაიგნია შეძვრა მაგრამ 5 მეტრიანში შევაღწიეთ აი ახლა ტემპი არ უნდა დავაგდოთ მოთმინება გჭირდება ლელო უნდა მომწიფდეს მამამთავრიშვილი კარგი მიზალება მოიგო მეტრი წაიწია მაქსიმალურად წინ რაც შეძლო ნინიაშვილი შენ გენაცვალე როგორი მებრძოლი არაუშავს უნდა გავწმინდოთ ეხლა ეს რაკი გვაწუხებენ იაპონელები გამოათავისუფლა ივანიშვილი მორკინალები იმ დაარტყმეთ ნინიაშვილმა და ახლა ახალი ენერგიით უნდა შევუწიო მარტოა უნდა გადავყაროთ მალე უნდა მამაიაშვილს უნდა წაეღო ეს ბურთი აფციაური მიეძალან ულოვან ზონაში ჩავაგილები არიან აქ იაპონელები ვფიქრობ გვეკუთვნოდა აქ ჯარიმის უპირატესობა ძალიან ახლოს მივედით საღინაძე მეორე გადავყაროთ უნდა გადაჯეგა გადაყრილია ბურთი ჩვენია შეტევა ცოცხალია აქ რა ხდება ვინ საიდან შემოდის ამ რაკში ვერ გავიგე რაღაცა ბურთი კვლავ გადავარჩინეთ გავიტანეთ აბა ხაზზე არის კახოიძე შენ გენაცვალე ვეღარ მოახერხა მაგრამ უნდა მივაბათ რამდენს გვინელებენ იაპონელები ამ შეტევაში არის შენ გენაცვალე დემეთ აპლაძე ლელოს ავტორი და 14-19 ძალიან მნიშვნელოვანი გადასახვა გვიწევს ახლა რომ შევასრულოთ და 3 ქულამდე დავიყვანოთ სხვაობა. არ ვიცი რაღაცას საუბრობს ახლა იაპონიის ნაკრების კაპიტანი მატჩის თავარსას და ვიმედოვნოთ რომ არაფერი, მაგრამ უნდა ვთქვათ აუცილებლად საბა რომ ძალიან ხშირად გვინელებდნენ ბურთს და არ გვაძლევდნენ საშუალებას იმისა რომ სწრაფად გვეთამაშა ამ შეტევაში. ამაზე მთელი თამაშია თვალს ხუჭავს არბიტრი. ამიტომ არც აქ მქონდა წარმოდგენა რომ შეიცვლებოდა რამე. თუმცა ფაქტი ერთია. ალიდამალე. თამაში დაუბრუნდით და დაუბრუნდით თან ლელოთი 14-19 ძალიან მნიშვნელოვანი გარდასახვა. თედოსკი ზურგს უმაგრებს 59 თამაში იმისათვის რომ ეს გარდასახვა ზუსტად შეასრულოს. და რა ხდება? ახლა თუ თედო გაიტან, შემდეგ ჯარიმაც უკვე ყოფნის იმის რომ ნიჩიამდე ფრემდე უკაცრავად ემოციების ფრემდე დავიყვანოთ. სხვაობა და ფრე რა თქმა უნდა ჩვენ გვაწყობს. აბა დარტყმა. შეგენაცვალე. გაისროლა თედო, გაძვრა ბურთი წელებს შორის. 16-19 10 წუთი გველის იოსებ. კი ბატონო
მოკლედ მომენტუმი კახოიძე რა კარგი იყო როგორ მოიშროლა. ხო, მომენტუმი ჩვენ მხარეს არის, ლელო ჩვენ გავიტანეთ აქ. და რაჭკვიანურად თამაშობს დემე თაფლაძე. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ დემეს ორივე ფეხი ბურთის ხაზიან უკან ქონოდა. თორემ ისე იქნებოდა თამაშარე. მიიღება ივანიშვილისგან ძალიან კარგია, დადგა ფეხზე და დავრჩით 22-ში. ახლა კუთხე არის ძალიან მახვილი. პრაგმატიზმი გვჭირდება. ხო, და მოთმინება როგორ გვეყო იმ შეტევაში რომ ლელო სრულყოფილად მოგვემწიფებინა კიდევ ერთი შეცდომა. ელა აფრასიზე თქვენს ეკრანებზე. ხო, მოვიგოთ ახლა ბურთი დერეფანში მთავარია. რაღაც მომ დავალაგოთ, იმიტომ რომ ძალიან არეულია ჩვენი დერეფანი. აი სუთიძე შემოსვლის შემდეგაც თითქოს ხო ეს გაგრძელდა. და არ დავალაგებულა მომენტი და კომპონენტი ჩვენი თამაშის. აი ახლა დერეფნის წაგება იქნება, არ ვიცი, კატასტროფა. სუთიძე ციუწყლის გადასხმა იმ ყველაფერთვის რასაც თანადებს მოვედით. აბა კარგია, მოვიგეთ. ბაბუნაშვილი გაიპარა აქ დერეფნიდან. სუფთად და დავალაგებულად მოვიგეთ ეს. აი ჭირდება რომ ეს დარტყმა, მე მგონი არაფერში არ გჭირდებოდა, მაგრამ კარგია, შევინახოთ და ახლა გავიდეთ წყნარად ფეხით. მათი კაპიტანი გასანეიტრალებელია, რადგან საკმაოდ გრძელი კიდურები აქვს და ძალიან დავაგრძელეთ ჩვენც ამის საპასუხოდ. რაკი გავედით არც თუ ისე შორს, თუმცა ცხელ წერტილს ცოტა მოვშორდით. 10 მეტრიანსა და 22 შორის იქნება მეტოქის დერეფანი. ხო, მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნათ ახლა იაპონელებს დერეფანში, რადგან არც მათ ჰქონდათ ეხა იმდენად ჩვენსავით არა, მაგრამ არც მათ ჰქონდათ საკმაოდ ხარისხიანი დერეფნები. ნახოთ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი 8 წუთი გვაქვს წინ. მარტივად მოიგეს ორი ხელი, ზემოთ და აგრესია. კარგი ბოჭა, ივანიშვილი როგორ შემოვიდა. მალე გამოდი, არა უშავს. ახლა ლელო არ გავუშვათ, მეორე მისიაზე უნდა გადავეწყოთ. ძელებს წინ არის ეს ჯარი. საკმაოდ მძიმე დარტყმა მიიღო აქ ივანიშვილმა თავისავე და თითქოს ნოკდაუნში იყო სავით. და აი ამიტომაც ვერ მოახერხა გადაგორება. დავიჭირეთ მაღლა. არა, ჯობია ახლა რომ ჯარი მაავიღოთ, მალე დაგვიტან კარში და მე უკვე შემდეგ საქმეზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ასე იაპონია დროს კლავს. ძალიან კარგი ტემპი უჭირავს თან, როცა უნდა მაშინ უნდაოს. ჩვენ ვერ ვახერხებთ იაპონელების მსგავსად რომ რაკში ტემპი დავაგდოთ. მაგრამ ყავს ახლა უკვე მესამე ხაზში ისე მოусმინოთ ეს მეტად ცოტა გამოეთიშა ეპიზოდს ივანიშვილი კონტაქტის შემდეგ. ხო, კარში ურტყამენ რა თქმა უნდა, შეეცდებიან გაზარდონ 6 ქულამდე სხვაობა სტუმრებმა. ახლა კი დაგვრჩება მხოლოდ ის რომ ვითამაშოთ ლელოზე და მოვიგოთ ეს თამაში. უკვე შორი პერსპექტივა და ახლა უკვე აუცილებლად ლელოზე დაგვრჩება თუ გაიტანა Songsum Lim is დარტყმა. ამორბენი დარტყმა ზუსტია. კი ბატონო, 7 წუთი საქართველოს ნაკრებს სიტუაციის გამოსასწორებლად. დრამატული ფინალის მოლოდინში განახლდება ახლა ცენტრიდან შეხვედრა ჩვენ გარდასახული ლელო გჭირდება შეხვედრის მოსაგებად. ნახოთ, ნინიაშვილი აიწია კვლავ შეცდომა და აშვებინა ჯავახია ბურთით. აფრასიძე სწრაფად ვითამაშო, სწრაფად გაიტანა გელა. აფციაური, ნინიაშვილი გზელი გადაცემა. არის მეტობა. ვესელაძე, გადაუარა. ხელები აღარ. კი, მაინც თამაშობს კი ბატონო. და მაინც ჯარი მაქვს, ვერგო ჩვენ გავშალეთ, როგორ აუბურთავდით, გაიშალა. არა უშავს. დრო არ დავკარგოთ, წავიდეთ დერეფანში მივიდეთ და აი ბურთი უნდა მოვიგოთ დერეფანში. საბა, აი ეს არის არ ვიცი, ეს პრობლემა ჩვენი ნაკრების ხელწერასავით იქცა უკვე რომ დერეფანში მნიშვნელოვან ბურთებს ვერ ვიგებთ, იმედი მაქვს რომ ეს იქნება აი ხლა უნდა ახმაურდეს კი ბატონო გულშემატკივარი და მაქსიმალური მხარდაჭერა ჭირდება ჩვენ ბიჭებს ამ უმნიშვნელოვანესი შეტევის დროს.
სადამდე არის თედო ხო ნუ საკმაოდ მახვილი სალელოე დისტანცია არის არ არის იდეალური დარტყმა თუმცა ხელით აი ეს გაშლები რაც ბოლო წუთებზე გამოგვივიდა მე მგონი რომ ამართლებს კი თავარი შეკრება მიმუშაოს და ბიჭები ხალხში საშკარად უკვე უფრო მობილიზებულები არიან აბა ვნახოთ რა გვაქვს დერეფანში ჯავახიაზე ორი ხელი შეიკრა მოლი უნდა მივცეთ ახლა ბიძგი ერთიანად უნდა ვიმოძრაოთ ხაზის მოთამაშეების დაგმატეთ ერთი გაჩერება დაგვიძახა სამწუხაროდ საჭმა შვიდან არის ბურთი გვაქვს თუმცა არ უნდა გავიტანოთ შვიდად გელამ უნდა დაამშვიდოს კი ახლა შემორკინალებზე უნდა გადავიყვანოთ უნდა დავჩეჩოთ იაპონია იქნება ჯარიმა გამოსთხოვო და დავიზღვიოთ ეს შეტევაც საღინაძე წამოეხმარა მამამთავრიშვილი გადავყარეთ კიდევ უფრო მარჯვნივ გავიტანეთ ბურთი ივანიშვილი ურა დასასრული გვაქვს აფრასიძე ჯავახია წავიდა შემოსulis წუთიდან არ გაჩერებულა გიორგი ჯავახია შენ გენაცვალე როგორ შევიდა და კი ბატონო არის დაზღვეულია ეს შეტევა არ გვინდა ჯარიმა ვითამაშოთ იქნება ლელო გავიტანო და აქ თქვენ დავასრულოთ ყველაფერი ჯავახია რა კარგია წაიღო ბურთი წინ ჩაერთო მამამთავრიშვილი უმატატებს საქართველოს არ გავაჩეროთ გვაქვს უპირატესობა საღინაძე ხარზე იყო უკავიხევთ არ მივცეთ დასტოენის საშუალება უნდა ვითამაშოთ უპირატესობით აფრასიძემ აწავიდა მოკლეზე კვესელაძე არის უპირატესობა ნინიაშვილის გრძელი პასი სადი შემორბეზე ამოაგდო დაბუცაძე რა ახლოს ვართ ლელოსთან ვაიმე მორკინალები ნინიაშვილი არა არსებობს ზედლელოს ხარზე მორკინალები აი ახლა უნდა დავჩეჩხოთ აი ახლა გვინდა ჩვენი მძიმე ბიჭები მიდით ბიჭებო ძალიან ცოტა არის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა სწრაფად ვითამაშოთ სად არის დადიელდა ჯავახია შევიდა ვერ შევედით მაგრამ გვაქვს მუთი ჯერჯერობით გავიდა გადაბარა გაიტანე არა ვეღარ ამოვდო შეიძლება რემონტადა ეს რემონტადა საქართველოს შესრულებით ბრავო აბსოლუტები გავდეთ გვეგენაცვალეთ მე თორნიკე კახოიძე სასაული მიხეილ მესხისადიონზე საქართველოა ეს ბორჩხალოსნების თამაშია გვეგენაცვალეთ მე ბრავო აი ეს არის ამას მოაგამ თავდადებას და შეუპოვრობას ბრავო ბიჭებო კიდევ ერთხელ ვანახეთ სოფლიოს თუ ვინ უნდა იყოს იმ პირველ 12-ში სადაც არ მიგვიღეს ასე და რა მნიშვნელოვანია ზელებს წინ კი ყველაზე მნიშვნელოვანია და როგორი გადამწყვეტი 2 წუთი უბრალოდ ბურთი უნდა რაღაც პრაგმატიზმისზე იმიგვჭირდება ახლა ამჯანდაძე რა თქმა უნდა ზუსტია 23-22 2 წუთი სათამაშო 3-0 შემდეგ პირველად დავწინაურდით 78 წუთზე სოფლიოს ტოპ 12-ში დარჩენას გვაშორებს 2 წუთზე ნაკლები თედო ამჯანდაძე კი ნერვის თედო X ფაქტორი ნამდვილად X ფაქტორი რალელო გავიტანოთ ამ ემოციებში უბრალოდ ამავიწდა უბრალოდ დარტყმა კვესელაძე რა კარგად შემოწრიალდა და ყველამ თავის საქმე იდეალურად გააკეთა დაუვარდა წითამას უბრალოდ უნდა ქონდეს წესით არა როგორც ჩანს არ გვაქვს შვიდად ვითამაშოთ ახლა უნდა გავწელოთ და მოვუკლათ ეს თამაში მამაიაშვილი არ სიჩქარე აღჭირდება ავანჭურაძე წასვლა რაც შეიძლება შორს არც მაღალი არ გვინდა შორს წავიდეთ მეტოქის ნახევარზე გადავიდეთ არა კარგი რა ძალიან ცუდი დარტყმული და ის რაც ყველაზე ნაკლებად გჭირდებოდა ახლა უკვე წუთზე 12 დაცვაში შეუცდომად უნდა ვითამაშოთ თან ჩვენ ნახევარზე სადაც თითოეულ ჯარიმას აქვს 3 ქულის ფასი მოკლედ ამ თამაშს ყველაფერი ქონდა დღეს რა აგერ მაინც აგერ დრამა არა და რო გადავსულიყავით შორ დარტყმაზე გავეკეთებინა ლუკა მატკავა დასვენებული შემოვიდა მოედანზე
თედოს კიდე მადლობამ გადაუხადოთ თავისი 8 წლისთვის დღევანდელ მატჩში და იმ სიხარულთვისაც მოგვანიჭა. წნეხში არიან, წნეხში იაპონელები. მოიგეს ბურთი. ზემოთ, რა შეიძლება ზემოთ, აგრესია გვინდა. ცივი გონებით. არ დაждდე ბოჭავი იყო დემე. მოდიან, აგრესია მალე გადავგორდეთ, მალე ბიჭებო. არ გვინდა რაღაცა სულელური ჯარიმა აღჭირდება. ზემოთ ნახე გაჩერებულები იღებენ, უკვე წნეხში არიან. ვერაფერს ვერ აკეთებენ იაპონელები ჯერჯერობით. სამოასთან მატჩი გამახსენდა სოსო ამ მოედანზე მოგებული. გადიმალე კარგია. სევ იაპონელები გენაცვალე. არა. Attackers on the wrong side and affecting the placement of the ball. Option. Shot a goal. ბოჭვა შესრულებულია. არა. ახლა ვართ. დამრწმელის იმედად. არა. რომ ეს დარტყმა გაცვლიდება. თუმცა სამართლიანი ჯარიმა უნდა ვთქვათ, მაგრამ რატო აი არის. დარტყმა ზუსტია და ამ დარტყმის სიზუსტე ნიშნავს იმას, რომ საქართველოს იქნება მესამე კალათაში. ბოლო თამაშს 2030 წლამდე პირველი რანგის გუნდებთან მარცხით დაასრულებს. იყო ბრძოლა, იყო. არა, მოდი თქვათ, რომ ეხა ეს მოგებული თამაში იყო და ბავშვური იყო დაბრუნება და იყო ყველაზე ტკბილი მოგება. არ ვიცი. სახეზე ეთყობათ ბიჭებს. არ ვიცი, ჯავახიას იერზე წაიკითხავთ ყველა იმ ემოციას ალბათ, რაც თითოეული ჩვენგანის გულში ხდება. გაღიზიანება, სინანული და ბევრი სხვა ემოცია. არ ვიცი, მოსაგები თამაში და მოგებული თამაში. დაუთმეთ გასულ დროზე. მე ვერაფერს ვერ და ხო, რთულია იმ სიტყვების. მართლა არაფერი აღარ მაგ. ოუნა. მთლიანად დაცლილი ვარ, არ ვიცი. წუხაროა. მთელი თამაში არაფერი არ გამოგდის, მთელი თამაში ვერაფერს ვერ აკეთებ, ამის და მიუხედავად შენ ესეთ თამაში ბრუნდები წინ გადიხარ და ესე ბოლო 2 წუთში თამამად თქვა 2 მიუტევებელ შეცდომას უშვებთ, ფეხით ვერ გავდივართ ზუსტად, შემდეგ ვიღებთ ჯარიმას, რომელსაც გირტყავენ კარში, აგებ თამაშს. დემეთ აფლაძე, რომელმაც დაგვაბრუნა თამაში, თითოეულ ჩვენ მორაგბეს მინდა პირადად მადლობა გადაუხადო. დაგვაკლდა ცირედი ძალიან, რომელიც არ უნდა დაგვკლებოდა. ცივი გონება გვექნება მატჩის შემდგომი კომენტარებიც ეს დადარიგით და საინტერესო იქნება, ხო? თუ რას მოვისმენთ ჩვენი ნაკრების მწვრთნელისა და კაპიტნისგან. დაველოდოთ კომენტარებს, იქამდე კი ბოდიშის მოხდით. ცოტა სიმშვიდეს შევეცდები, რომ მოვიპოვო ამ ემოციური მატჩის შემდეგ. ახლა წინ დაგვრჩა მხოლოდ მსოფლიოსა და ბრიტანელი და ირლანდიელი ომების პერიოდში
ერთ-ერთის ქვეყნებთან матчები. მოვუსმინოთ რიჩარდ კოკრილს. Accuracy, those little bits of accuracy. Look, it was the tightest of games, the game we should have won. But those little moments, we made mistakes and we gave away cheap points. So that's what happens in the end. You end up losing. What message did you give the players before the game and after? Well, I haven't spoken to them after the game yet. So just to play every moment and make sure we're as accurate as possible because these games come down to the tightest margins and it was a goal kick. And that didn't lose us the game, the last penalty. Those are the parts of the game that we need to be better at. So, yeah, very disappointing. But great game from our boys. We've shown we can compete with sides that are tier one, that got to play in the Nations Cup. And today we should be frustrated because it was a game we should have won. In which side was Team Japan better on the pitch today? It was a tight game. They're two good sides. Japan took their chances, but we scored more tries. We just need to, in the moment, be calmer and cooler and make sure that we understand that a mistake in the first 10 minutes can be the difference at the end of the game, and that was pretty much the case. Cheers, thanks. არ ვიცი რა. შანსი გაუშვით. სიტყვები აღარ მაქვს. შანსი გაუშვით ხელიდან, რომ სოფლიო რაგბისთვის კიდევ ერთხელ ღია დაგვემტკიცებინა, რომ ისინი შეცდნენ, თუმცა დღეს იაპონია In which areas was difficult to play against the Georgia? Well, obviously their maul was very strong. You know, their box kicks were an area that they got some possession back from. It was a tough game, like many comebacks, and finally you win. How do you feel about today's win? Yeah, it was one of those games that once you got into 22, it looked like there was going to be a penalty, and you just had to win by 3 points. For us, you know, after losing the game in a similar situation, that's a great win for us. And this is a hard place to play. Thanks so much. Thank you. იგივე სიტუაციაში წავაგეთ ჩვენ, რომ წინა მატჩიო, ყოველთვის რთულია აქ თამაშიო. ველოდებით. სხვა ახლა მათი კაპიტანის. კაპიტნებს ველოდებით ახლა. How do you feel about today's win? What is your emotions? Yeah, it was a tough win. Georgia really fought hard and they obviously had the momentum at the end of the game. And we held strong and got lucky at the end and were able to win it. And how do you describe team of Georgia? Physical, a really hard game. Every time we come up against Georgia, it's always very tough, and they always play very physical. Thanks so much. Thank you. ახლა იგივე თქვა, რასაც ვიღაც ვიცოდით, რომ ფიზიკური გუნდი ვართ და ერთი ძალიან ისეთი რაღაც თქვა, რომ გაგვიმართლაო მატჩის ბოლოს. მომენტუმი ჰქონდათ. ალბათ რაც ინდივიდუალურმა შეცდომებმა, რაც პირველ ტაიმშიც დაუშვით ბევრი, ძალიან ბევრი მარტივი ქულა ვაჩუქეთ, იმიტომ რომ წნეხში ვერ მოგვაქციეს, რასაც ველოდით მათგან მრავალფაზურ შეტევებს, მაგრამ კარგად დავისავით, საკმაოდ კარგად დავისავით, მაგრამ რაღაც მომენტებში მოთმინება დაგვაკლდა, რაც ქულებში გარდასახეს და ის ათქულიანი უპირატესობის მოპოვებაც მან მოახერხეს რა, მაგრამ რწმენა ბოლომდე იყო და სამწუხაროდ ერთ ბოლო გადაწყვეტილებას და ბოლო ჯარიმას შეეწირა ამ მატჩის ბედი, რაზეც ძალიან გული წდება და მართლა ძალიან გული გყივა ყველას. გულშემატკივის როლზე რომ ვისაუბროთ, როგორც გუნდის კაპიტანი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც აქ იყო, ვინც გვერდში გვედგა და მართლა იგრძნობოდა ეს მუხტი, რაც ძალიან დიდი ხანია ჩვენ არ გვიგრძნია რა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვაფასა და არ ვიცი, საომალოდ სამწუხაროდ მსგავსი დიდი თამაშები დროებით არ უექნება სახლში, მაგრამ მათი გვერდში დგომა ყოველთვის ვჭირდება და ეს დღეს კიდევ ერთხელ ნათელი მაგალითი იყო ამის რა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ამით უნდა დაგემშვიდობოთ. იოსებ ჯაფარიძე, საბა ჟორჟიკაშვილი ვიყავით თქვენთან ერთად მომავალ შეხვედრამდე. დღეს კი რაგბი ამით არ სრულდება.
სატესტო ტესტ რაგბი ტივის ეთერში გაგრძელდება. კი ბატონო, უელსი ახალი ზელანდია იქნება 1 საათში, ხო, სადღაც დაახლოებით. თუ 2 საათში, საათნახევარში. ხო, მოკლედ როგორც არის, დაგემშვიდობებით ამ ცუდი განწყობით, მაგრამ რა ვქნათ. კარგად.